სამშვიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი ყოველ პარასკევს აქ ამ სტუდიაში ვიკრიბებით, ხვდებით ერთმანეთს, ყავს საინტერესო სტუმრები, მასპინძლები ვიქნებით ტრადიციული შემადგენლობით, ბიძინა ბარათაშვილი, ლევან საუკაძე და ლაშა სილაგავა. ყავს ჩვენი კოლეგები, ჩემი და ბიძინას კოლეგები, ლაშას კოლეგები აქ არ მოდიან. ხო, ეგეთი წესია. ჟურნალისტებში მეც ვარ უგაცრო. არა, კი, მაგრამ კომენტატორები არიან და კომენტატორები. ბოდიში. დავით მინაშვილი და ნოდარ სიმსივე არიან ჩვენი სტუმრები, ჩვენი დიდი ხნის ნაცნობები, მეგობრები და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ უკვე დასკვნით ეტაპზე ევროთასების, რომელიც მიმდინარეობს ჩვენ და სასიხარულოდ ძალიან სასიამოვნოდ, კარგად და ბევრი ელოდა, ბევრი არ ელოდა. ბიძინა მე იტყვის ხოლმე მე რო არა ვარო ესო ლევანის საყვარელი კითხვაო და აბა რა კითხვა უნდა მიყვარდეს ყველასი ძალიან. აგერ დათოს უნდა ვკითხო. გასაგებია რომ უკვე ურემი გადაბრუნებულია, მაგრამ იყო დიდი დავა, რა უნდა იქ პარის სენ-ჟერმენში ცუდი ჩემპიონატია, ეს არის. ილია ნანობაშვილმა ძალიან კარგი სიტყვები თქვა ჩვენ სტუდიაში, რომ რაო იტალიის ჩემპიონატში რო იყოს, საფრანგეთის ჩემპიონი ხდება, რაო იტალიის ჩემპიონატში რო იყოს, ვერ გახდებაო? თუ მე მგონია რომ გახდება. ინგლისის ჩემპიონატზე კითხვაც არის მის, იმიტომ რომ გახდა მე მგონი უკვე, ისედაც ყველას მოუგო. მე გადავეცი. რა ვიცი, აბა გერმანიას ვერ მოიგებდა თუ რა მოხდა ჰოლანდიას. მოკლედ არ ვიცი, აი დათო მინდა მოკლედ, იმიტომ რომ ამ თემაზე ბევრი ვისაუბრია, მე თამაშები განვიხილოთ. აი აქედან გამოდია, თავიდან რა იფიქრე რომ შეეტყვე გამბავი და ეხლა უკვე როგორ უყურებ რომ პარიზულ კლუბში არის ჩვენი მთავარი ვარსკვლავი. დიდი მადლობა მოწვევისათვის, მოგესალმებით ყველას. ერთ სულ მაინტერესებს, აი რო თქვი რატო არ შეიძლება საჯების მოწვევა, სულ მაინტერესებს, იმიტომ რომ ფედერაციას კითხეთ. ხო, არ არის ფედერაცია, საჯები ცალკე არიან, ხო, ცალკე ის არის. ცალკე როგორ ეს არის? საერთაშორისო, ჩვენი ფედერაციის მოგონილი არ არის, ეს საერთაშორისო რატო აკეთებენ ყველგან ამ კომენტარებს საჯები და ყველგან იგივე ხა ჩვენ ვილაპარაკებთ, ხო, კვარაცხელის მომენტიდან დაწყებული ყველაფერი მაგისტვის ჩვენ გავაღვიეთ საინტერესო თემა, უბრალოდ საინტერესოა, იმიტომ ხა მე პირადად რომ აქვს საჯებთან კომუნიკაცია, სულ მაინტერესებს რაღაცა განსხვავებული. იმათმა ხო რაც არ უნდა თუნდაც გამოუცდელი მსაჯი იყოს, უფრო მეტი აქვს. ნამუშევარი და სხვანაირად გიხსნის ის და ჩვენი ლაპარაკი ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან იქ პატარა ნიუანსებით ის სხვანაირად აგიხსნის და რადგან მაგ თემით საინტერესებს ხო უბრალოდ. ლაშა რაც გამოჩნდა სტუდიაში, კომპლიმენტი მინდა უთხრა თავიდან მარტო არბიტრაჟი და მე ამ გაერთიანებულ გადაცემაში ჩვენი კოლეგების შეფასებებიც ამა თუ იმ ეპიზოდზე აბსოლუტურად კვალიფიცირებად ამაღლდა, იმიტომ რომ ისეთი სიტუაციები ახსნა, რომელსაც შენი შეიძლება ვერ მოუძებნო. იქ აი საჯმა ეს რატო ქნა ის გამოცდილება რა ის მომენტი და თვალით სხვანაირი გახდა უკვე რა. ბოდიში სხვა თემაზე გადავიდე რა გადაცემის ბოლოს რა შეეხება კვარაცხელიას, ხო? ჩემი პირადი ეხა მართლა ადვილია ლაპარაკი, იმიტომ რომ უკვე ის არის პარის სენ-ჟერმენის მთავარი ვარსკვლავია ჩემთვის და ძალიან ბევრისთვის ალბათ და ეხლა ადვილია, მაგრამ როდესაც გადადიოდა იყო ერთი მომენტი, ხო? უნდა წამოსულიყო ნეაპოლიდან, ეს ფაქტი იყო, იმიტომ რომ იქ ისეთი სიტუაცია იყო და მოდი ერთი პირველი იმ კუთხით შევხედოთ, იყო რეალური ერთადერთი წინადადება, თან წინადადება ისეთი იყო, მერეც გამოჩნდა ეს ყველაფერი, რომ ამ გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ჭირდებოდა და ეს არ იყო რაღაცა ტრანსფერი, არ რაღაც სამომავლო პერსპექტივით, ან რაღაცა გათვლით და იმით. იმ მომენტში ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ლუის ენრიკეს ამ ტიპის ფეხბურთელი ჭირდებოდა და დღეს ის რომ საფრანგეთის ნაკრების წევრი ხო, ძირითადი ფეხბურთელი სკამზე არის გადასმული ბარკოლას გულისხმობდა. ეს არის ძირითადში, ამან დაამტკიცა ამ ყველაფერმა და მე ყველაფერი ჩემი არგუმენტი იყო, ჯერ სად მიდიხარ პარის სენ-ჟერმენში მიდიხარ, ერთ-ერთი ახლა ტრადიციული გუნდები ჩვენ თუ წავედით იმაზე რომ მაინც და მაინც 100 წელი უნდა იყოს გასული და 150 წელი, მაშინ აღარ შეფილდ უენსდეი არსებობს და რეალურად მაღალ დონეზე და მაშინ რეიმში უნდა გადასულიყო. მაშინ უნდა გადასულიყო იმაში, ან რეიმში და სენტ-ეტიენი იყო ყველაზე კაი ვარიანტი თუ წინა საუკუნეს გავიხსენებთ მაშინ საფრანგეთში უნდა წასულიყო. ხო, მაშინ თუ უნდა წასულიყო და დღეს პარის სენ-ჟერმენი წლებია, ხო? მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდია და რაღაცა მიზან მიმართულად ის ადამიანი უამრავ ფულს ხარჯავს იმისათვის რომ გახდეს ლიდერი მსოფლიო ფეხბურთის. ეს აქვს მიზანი იმ ადამიანზე. მიდის ისეთ ქალაქში, სადაც ძალიან ბევრი რამე გადაწყვიტა, უამრავი ვარსკვლავის გადასვლა. ხო, ბექემიდან დაწყებული და ძალიან ბევრი რომ მიდიოდა იქ, სადაც აი ცხოვრება დუხს რა, არა მხოლოდ საფეხბურთო და რატო არ შეიძლებოდა ხვიჩა კვარაცხელიას გადაეწყვიტა ეს და იქ მეორე მომენტს იძახიან ფულმა გადაწონა. მე ვიძახი ერთ რამეს ყოველთვის თელ ცხოვრებაში, არა მხოლოდ ფეხბურთზე, არამედ ზოგადად. აი
ყველაფერზე გამოვიდეთ საკუთარი თავიდან რა. შენ რა გადაწყვეტილებას მიიღებდი ამ მომენტში და მოდი სათითაოდ აი ვინც გვიყურებს, ხო, ყველამ ერთად გულში ჩაიხედოს და როდესაც გაქვს ესეთი შემოთავაზება, უარს იტყვი? გამორიცხულია, მე მგონი რომ ამაზე უარი თქვა და მოდი საკუთარი თავიდან გამოდი და თქვი რომ მე ამაზე უარს არ ვიტყოდი და ამიტომ ხვიჩა მიიღო ძალიან მარტებული გადაწყვეტილება და პლუს ამას ყველაფერი დაემთხვა ის რომ იქ დახვდა ადამიანი ლუის ენრიკეს გულისხმობ რომელმაც აი ყველაზე უკეთ შეაფასა ადამიანი რა შეუძლია მას აი ეს არის მთავარი და დღეს ახლა რაც ჩანს არ ვიცი ახლა ჩემთვის სუბიექტური ვარ რა თქმა უნდა ამ მომენტში მაგრამ პარი სენ-ჟერმენის მთავარი ფიგურაც არის და მსოფლიო ფეხბურთშიც ჩემთვის არ ვიცი დღეს საუკეთესო არის აშკარად იმიტომ კი ვიცით სხვა ფეხბურთელებიც იქ ვიღაცები 17 წლის ასაკში დაფრინავენ მაგრამ რაღაცა ყურადღების ცენტრში არის ყველა ვარიანტი ხო არის ყველა ვარიანტი რა დღეს არის ეხა ესეთი ქვეყნიდან როდესაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფიგურა არის და ეხა ის გამოცემები ქართული ხო არ არის რომლებსაც ათეულში შეყავთ თავად კანდიდატად ბოლო ბრიტანული გამოცემები ეს ბოლო ხო ისენი რაც არის ხო ეს რაც იწერებოდა ცნობილი ფეხბურთელებით ცნობილი გამოცემები ეს უბრალოდ არის რა მომენტი იცი უნდა დაჯდე იკითხო და იამაყო უბრალოდ ეს ფეხბურთელი არის ქართველი რა უბრალოდ აი ეს არის და როგორ უნდა შევაფასო თავიდანაც აბსოლუტურად გულწრფელად ვიზახი და ბევრგან ვითქავს და ბევრ მატჩში ყველა ჩემმა მეგობარმა იცის რომ მე ვიყავი აი ორი ხელით თანახმა რომ უნდა წავიდეს იმიტომ რომ მიდის იმ გარემოში სადაც მუდმივად გამარჯვებული იქნება და ექნება პირადი ტიტულების მოგების უამრავი შანსი და ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელი არის ძალიან კარგად. 100% ამასაც ვამბობდი, ჩვენს ვამბობდით ამაზე საუბრობთ ახლა ჯერსათი ისტორიაზე რო ლაპარაკობთ 50 წლის არის პარი სენ-ჟერმენი. ხო, 70 წელი ხა ცოტა ეს ახალი და ბიოგრაფია უნდა ხო არის გუშინ რო დაარსდა დაუშვათ ხო ვიღაც ბოდოგლინტი და ესა ხო და ეხა 50 წელიწადი ფეხბურთისთვის კი არა ეპოქაა რა ხო ადამიანის სიცოცხლეა ერთ ძირითადი 50 წლის ზევით რაც არის და ეს ალექსანდრე მაგდალენის მაგას მაშინ რა ქვია არა მე ნაკლებად სხვა გუნდებისგან განსხვავებით ნაკლები ვარსკვლავებს უთამაშია ნაკლები ლამაზი თამაშები გვაქვს ტიტულები დათვალე რა წლებს ითვლი იმისი რა ქვია არსებობის ხო მუდმივი გამარჯვებული ყველაფერზე აბსოლუტურად სწორს ამბობ ჩვენ ზაგრას ვამბობთ იცით რომ ყველაფერთან ერთად გამარჯვებულის მენტალიტეტი უყალიბდება ადამიანს ხო ანუ ის მუდმივად იბრძვის მხოლოდ და მხოლოდ ყველგან მოგებისთვის რა ეს არ არის მით უმეტეს დღევანდელ არა მარტო ფეხბურთის საერთოდ დღევანდელ ცხოვრებაშიც ხო ის რომ შენ გამარჯვებულის მენტალიტეტი გიყალიბდება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე განსაზღვრელი ფსიქოლოგიური ასპექტი ხო რომელიც აშენდება მოკლედ გითხარი აი შე როგორ დაინახე ეს ტრანსფერი და ეხლა რა შეგრძნება გაქვს შეგრძნება დაგვირგვინებულია თამამად ვიტყვი უბრალოდ რას ველოდი ხო ყველა მიცის ჩემ გარშემო მეგობარმა ჩემ ახლობლებმა ყველა მიციან როგორც კი გაირკვა ის რომ უნდა გადასულიყო პარი სენ-ჟერმენში არ ვიცი ხა ეს ენრიკეს მიმართ ჩემი რაღაც ესპანურ სექტანტური დამოკიდებულების ბრალია თუ რა არის, მაგრამ ამასაც ვიტყვი რა. ჯერ ეგერთი ციცის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა, მაინც ეს აკადემია გამოვლილი კაცი, რომელმაც ეს რაღაცა გრძელვადიანი მუშაობის პერსპექტივა კარგად იცის და ეს არ არის რაღაცა ერთჯერადი. მე მაგალითად როგორ ფიქრობდი, იცით რომ აი რო ყოფილიყო PSG-ში, აი თუნდაც ტუხელის, თუნდაც სხვა მწვრთნელების დროს, აი თუნდაც ემერის, რომელიც ძალიან მიყვარს, აი იმ PSG-ზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი თავიდან, რომ აი რა კარგი ვერც ერთ პარი სენ-ჟერმენზე, ვერც ერთი ეპოქის, რაც ძალიან კარგი მწვრთნელები ყველა, ხო? მაგრამ ის კიდეს იქ მამლაყინწა გუნდი იყო. ჩემთვის კვარაცხელიასთვის არ მემეტებოდა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი გუნდია. ეს ცოტა სხვა გუნდია, როგორი შეთხელებულია, ხო? აქ არ არიან რაღაც ესეთი გამოკვეთილი პირობითად ვარსკვლავი, ჰოლივუდის ხალხი არ არის რა აქ და გუნდურია. რაღაცნაირად ვენგერის არსენალი რო იყო ძალიან ძლიერი, აი ეს წაუგებელი მე მაგიტომ გამიხარდა. რაღაც ხასიათში ვხედავ ამას. ხო, აი გამიხარდა, იმიტომ გუნდური გუნდია და არ არის ეს მაგალითად მე იმ პერიოდში ბევრი თამაში წამიყვანია პარი სენ-ჟერმენის ხოცავდნენ ერთმანეთს იმ პენალტის დარტყმის დროს რა და ბაპეს წასვლამ დადებითად იმოქმედა მე მგონი აი ეს ზუსტად ეს გათანაბრდა რა ეს ხა მეფესავით და ესე არ არის მე ძალიან კარგად შევხვდი და დადებითად შევხვდი და პირიქით გამიხარდა ეს რაღაცა ქაოსი სად მიდის მართლა სად მიდის ხარ ერთხელ ბიძინა თქვა
მე როგორც ამ გადაცემის მემატიანე სიტყვები ყველაფერი მახსოვს რომ ის ფულზე და იმაზე როა ლაპარაკი ის ხალხი ლაპარაკობს მეორე დღეს გამოვა და 20 ლარს და 50 ლარს გეუბნება რა 200 მილიონზე იყიდება და 200 მილიონზე ბიჭო არა ბიუჯეტი ქვეყნის და იყიდება რა ქვია და ის კიდე რონალდოს 50 წლის კაცს უთხრეს რომ იმას რა ქვია 200 მილიონს მოგცემ ჩამოდი აქ იყავი არ ითამაშო გოლი არ გაიტანა იჯეკი აკლემზე იარე სადაც გინდა და კიდე გააქვს 40 გოლი იქ ამასაკი და ლამის შეიხია ეხლა და რა უნდა კარგი რა არა თან მე მაგით ვიდახი შემიტყვი არა ხო დადო თან რა არის 200 მილიონს ხო არ ხოვე რომ სამშობლო გაყიდე ედაშენს აღარ დაელაპარაკო არა ეთხოვე რომ გადმოდი და აქ ითამაშე ფეხბურთი რა ეხა ის წავიდა მაიამიში რა უნდა და მაიამიში 38 წლის არის წავიდა იმ მაიამი გადაიყვანა თუ ცუდი ადგილია და აი ვინ გეუნება იცი არაფერი თავის დღეში რო არ გააკეთე ეგ ბაქს ბურთი არა აქვს თავის სახში და იმას აქვს 8 ოქროს ბურთი ერთს და მეორეს 6 და მე როგორც ფეხბურთელისთვის ამასაკში მუშაობს ახალი გამოწვევა ძალიან საინტერესო ადამიანთა ხო მრავალფეროვნების კუთხითაც კიდე სხვა ფერი შეიძინა იქ დაიწყო სპალეტით და რამდენი გაიარა და დასაწყისია ეს ნახე ხა აი კიდე ერთი კითხვა მაქვს მე ამ იმაში ნაპოლი გადავიდა ის პირველ ადგილზე ორი ქვეყნის ჩემპიონი ხდება საოცრებია მე მაგალითად პირველივე დღიდან ჯერ ისაც გქონგობდი იმ ნაპოლის ახლა თავის ვთქვათ მიზეზები კარგად მოგეხსენებათ რატომაც ხო მაგრამ ეხაც რო წამოვიდა ხვიჩა მაინც გქონგობდი იმიტომ რომ პირველივე დღიდან ვამბობ ცუდი ფაქტია რომ ქართველი ერთ სეზონში შენი საუკეთესო ვარშავი გახდეს ორი ქვეყნის ჩემპიონი და იმაში რა ქვია ამ გამარჯვებაში თუ ასეთი შედგა ნაპოლის მხრივ ხო ხვიჩას წვლილი ცოტა რომ მოდიოდი ეგ სად იმაში ბოლო ადგილზე ხო არ იყო ეს ნაპოლი ხო ის ზუსტად მანდი იყო პირველი ადგილიდან წამოვიდა სადაც ეხა ნახევარი სეზონი ითამაშა შეუცვლელად ეგ უტან ეს გოლი იმაში რა ქვია შეუცვლელად ითამაშა ფაქტობრივად არა ეს რა არის ეხა სულ ამაზე იმაშოები თუ ყურადღება არ არის რაღაცა ქართულ ფეხბურთზე და ყურადღება კი არა ამ ორი ქვეყნის ყველა ხო ამაზე ილაპარაკებს მოხდება ეს ფაქტი სავარაუდოდ იმიტომ რომ ჩემპიონია რა ნაპოლიც რა ფაქტიურად და ყველა ამაზე ლაპარაკობს და ყველა ლაპარაკობს იმ ერთ ქართველზე რომელმაც ორივე გუნდში მოახერხა ეს და რა თქმა ამაზე კაი რა უნდა იყოს ახლა ვერტები იცი წევლიანი იმ ნაპოლის ჯერ არ დაიშავე ისიც არ უნდა დაუკარბო ხო რომ ეს ბიჭი ბათუმის დინამოდან იმას გამოვლილი ყაზან გამოვლილი ჩავიდა იმაში რა ქვია იტალიაში და იმ ნაპოლიმ მისცა ხო გახსოვს რომ სპალეტი აზე არ იყო და ხო აბა რა აბა არაფერი არის სპალეტი აბა რატო გვაქვს აი ეს ამბიცია რომ სპალეტი სუსტი მწვრთნელია რა ვიცი ხა რა უნდა დაამტკიცოს ამ კაცმა მეტი რომ არა ეს სოციოლოგიებში არასწავლიდნენ ჭკუა ამიტომ ვიძახი რომ ეს კი არის და ის გადაცია მე იცი რას ვერ დღემდე რას ემსახურება რომ უწერ თქვათ ნაპოლის ანგინა იმას ქართულად გინდა იტალიურ კიდევ არის თუ წაიკითხა ესა რომ დედასაგინებ გაიგე რა აი რას ელოდები რომ ამის დედის გინების იმაზე შეეშინდება შენი და უფრო კარგად მოეპყრობა თუ ახო ერთად რომ გააღიზიანო კაცი და კიდე გაუფუჭო ეს რა ქვია ურთიერთობა ფეხბურთთან არა არავინ არ გაგიზიანდება ამაზე ხა სპალეტი იყო მართლა რაღაცა იმ მომენტში ხვიჩასათვის იყო მამაც და გაცილებით მეტიც იმიტომ რომ სხვანაირად შეხედა რა შეხედა შენთვის არ იყოს ბათუმის დინამოდან მიდიხარ უდიდესი პატივისცემა ყველა ქართულ გუნდს მაგრამ ეხა იმ იტალიელებისთვის ბათუმის დინამო იყო უბრალოდ კლუბის სახელი მეტი არაფერს არ წარმოადგენდა ამ შემთხვევაში აქედან გადადის ფეხბურთელი და იმ წინა სასეზონო შეკრების დამთავრებული იყო უკვე ხო უკვე იმათ მიიღეს შინაურად მიიღეს იმდენად მაგრად და იქ გაიხსნა მაგალითად ხო პირველი დაწყინებულო სპალეტის კონდა იქ არისო ეხა რომ დღეს რო ჩავიდა და 7 ნომერი მაიკა პირდაპირ მისცეს იქ ასარჩევად წარიყო რა რაღაცა ნომერი უნდა აეღო რა და იქ სად იყო ეს ეხა 7 ნომერი იყო ელმასი გახსოვთ ვინმე სად არის მინარიან რა არის ხო აი ის კატეგორია დაამტკიცა ეს მე ლობოტკა ზელინსკის ყვარა რო იქ არ ყოფილიყო საერთოდ არ და მაგაზე სოციალური ქსელი ვთქვი ლევან ინიესტას ადარებდნენ მე აქ ლობოტკას გუშინ არა მე უამრავი მაგალითი შეგვიძლია მე ნახე თვითონ ყური ხონა და უდო თვითონ ხვიჩას განწყობას ხო
ულოცავს ყველა წარმატებას ნაპოლის, ანუ მას არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ აქვს წყენა და აბსოლუტურად დამსახურებულად უნდა კონდეს წყენა, თქვა, კონკრეტული ადამიანის ამ შემთხვევაში, თქვა, დე ლაურენტისის მიმართ, მოპყრობის და კონტრაქტული პირობების გამო, თორე იმის გამო არა, რომ შანსი მიეცა, ახლა იმაში რა ქვია, ამ ხელა ლიგაში პირველი ვარსკვლავი ყოფილიყო, ხო? გამხდარიყო, ხო? ეხლა იმის დამსახურებას ხო არის, ხო მოიყვანა ეს კაც, ხო იყიდა, გასო გადაიხადა რაღაცა კი ბატონო შეიძლება შეუსაბამო შემდგომი იმ პერიოდში შეუსაბამო ისევ შენით მის არ იყოს ბათუმის დინამოდან ჩასული კაცისთვის 1,800,000 დანიშნოთ არაფერი არ არის მოდი ეგეს ვთქვათ რა გავიგე რომ მე უნდა მოემატებია 100%-ით და გაეხადა ალბათ ყველაზე ანაზღაურებადი ფეხბურთელი ნაპოლის, რაც არ გააკეთოთ, იმიტომაც არის ახლა იმაში, რა ქვია, პარიზში. და ღირსია ის დე ლაურენტისი ყველაფრის, მაგრამ იმასაც ნუ დაუკარგავთ, არ შეიძლება ყველაფერს აღგადაგებოთ თავიდან, ხო იყო? მაგას გეტყვი, აი და დავამთავროთ, ხა გადავიდეთ იმ შოთაზე, უყურე რას ვიტყვი, იმის ღირსი არის, რომ ის სხვაგან არის ხა და არ ყავს, მაგრამ იმის ღირსიც არის, რომ ორ კაპიკად ნაყიდი გაყიდა ამ ხელაფულად და ის ფინანსური მოგება ეს ჩვენ ვიცოდით კვარაცხელია რა კარგია გასაგებია მაგრამ დე ლაურენტისთვის ეს იყო ძალიან სარფიანი ბიზნესმენი რა ტიპი როგორ ხარ ფული იშოვა არ მოუბადა იმიტომ რომ არ იყო საჭირო იმ მომენტში ერთი წლით ადრე უნდა და გაყიდვა როცა 100 მილიონი გიგდა და ლუის ენრიკე მე თქვა რომ მე რაც აქ ვარ Paris Saint-Germain სულ მინდოდა ხუჩას ყიდვა და ვერ მოხერხდა რატო ვერ მოხერხდა ხო იმიტომ რომ აქ პარიზში იყო ბაპე ჯერ ერთი შემადგენლობის პრობლემები იყო რაღაცა და თანხაც არ იყო იმ ანუ ძვირს აფასებდნენ თორე შარშანაც გაყიდიდა ის შეუძლია კარგი გაყიდეს გადავიდა Paris Saint-Germain-ში და აგერ გავიდა ნახევარფინალში რასაც ასევე ბევრი ამბობდა რომ წარმოუდგენელია რომ ეს გუნდი ავიდეს ფინალში და ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს არ იქნება აი სახელებით მსჯელობენ რა რაღაცა ვარსკვლავი არა აქვს ცუდი რა არ გასულა პირველად გავიდა თუ რა მოკლედ ნახოთ მოდი ეს და არ იყო ერთნაბიჯში ბარსელონასთან და თუ სად მოკლედ ყველა მოწელი ასამბლე წარმატებასაც რასაც თუ ნახევარფინალში ზის ფინალში ზის და რა არის ეს ნახოთ თან ახლა ზის ნახევარფინალში ისეთ თამაში განმეორებითი შეხვედრის წინ რომ ყველაზე მეტი შანსი ამ 4-ში რომ გავიდეს ფინალში, სწორედ Paris Saint-Germain-ს აქვს და დავიწყოთ Arsenal-თან თამაში ხა ეს Arsenal-ი რომელმაც დაამარცხა Real-ი, რომელიც არის კარგ ფორმაში, ასევე ტრადიციული გუნდი, კარგ ფეხბურთს თამაშობს და სანამ ისევ თქვენთან გადმოვალ, მინდა აი აღფრთოვანება გამოთქვა იმას, რომ Guardiola-ც დიდი მწვრთელი მგონია, Cruyff-ი, რომელმაც ეს მოიგონა ყველაფერი, მაგრამ რაც დომინაცია დამთავრდა ამ კლუბების, რომლებიც თუ Guardiola არა, მისი ასლები იყვნენ, გაჩაღდა ეს ნაღდი ფეხბურთი, რომელიც არის შემტევითი კაცის მოტყუებაზე, კარში დარტყმაზე და რაც თავარი მაღალ ტემპში თამაში და ვერ მოწყდები ამ თამაშებს. კი, ნამდვილად ესე. უბრალოდ Arsenal-ისგან გამიკვირდა თავიდანვე საკუთარ მოედანზე. არა, თავიდანვე საკუთარ მოედანზე ამ ატმოსფეროში როგორც დაიწყო თამაში, აი ესე გავიგებ რაღაცებს, თქვა, ზვერავ და კითხულობდა მეტოქეს და ასე შემდეგ, მაგრამ თავიდანვე ამ ატმოსფეროში და ამ იმაში ხა შენ კედლებში ესე დაუთმო პირველივე წუთიდან სათამაშო სივრცე არ დაუთმო დაათმობინეს მოდი ამას Arsenal-ს აქვს ერთი მომენტი რა Arsenal-ის პიკი გაიარა იმ პიკმა რა Real-თან რაც არ უნდა უდიდესი პატივისცემა თავის მწვრთნელიანად ფეხბურთელებს არის ხოლმე ეს მომენტი ფეხბურთში რომ ის პიკი გაიარა და ბოლომდე უდიდესი წნეხი ქონდა, უკვე ფავორიტი იყო. Arsenal Real-თან ფავორიტი არ იყო, აქ ფავორიტი იყო და აი ეს დაწყებაც ჩემი აზრით რა. ამან განაპირობა და ნუ ხა ლუის ენრიკე რა ვიცი. ძალიან მაგარი მწვრთნელია, ფაქტია უკვე ხო? ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ და აბსოლუტურად სწორი მიდგომით აი ეს მოიპოვა რაც არის Real-თან რაც ქონდა Arsenal-ს, ხო იმის ნახევარი კი არა. კი, ხო. და რაღაცა გონია რომ აი თითქოს მთელი გული, მთელი ეს ცოდნა, მთელი თამაში რა ენერგია რაც ქონდა თითქოს იქ დარჩა რა. ხო იღბალიც მოდი რა აქედან ავიღოთ და Real-იც არის ხო თავისუფლად შეიძლებოდა ეს თამაში ვერ მოიგოთ. დონარუმამ სასწაული გაკეთა კიდევ ერთხელ, მაგრამ მაინც რაღაცა დამთავრდა არა ეს საუკეთესოს როგორ ასახელებენ აქ უკვე მეც ძალიან დიდი კითხვის ნიშნები მაქვს არა მარტო აბსოლუტურად ვერ მიხვდები რა და ყველა თვითონ
გამარჯვებული მე ან საერთოდ არ იღებს იმას ან მიდის მეორესთან და სურათებს იღებს რა მე კი არა ეს ვიტინი ამას გააკეთა და უშო ხო არის დემბელეს საუკეთესოებაა ცოტა ის რომ მოსდევს და რო არ ართმევს იმას ვერ მიხვდა ის რომ რა მე რა შუაში ვარ რა ხო მე რა შუაში ვარ იმიტომ კარში ადამიანი იდგა რომელსაც საოცრებები აკეთად ეხა სამბურთს გაუშვებს თუ ორს გაუშვებს თუ რამდენს გაუშვებს ეხა რაღაცით ფასდება ხო ეს ყველაფერი და ეხა თუ მარტო იმას ითვლიან რამდენი სწორი პასი მისცა და რამდენი ეს მისცა მაშინ მაგას ის იმიტომ ვერ გახსნა სამი გოლი გაუშვა 50 რო აიღო ის პროცენტულში იმაშება ეს კომპიუტერი ვერასდროს ვერ დაადგენს ვინ იყო საუკეთესო მოთამაშე ფეხბურთი რაც დაუკვირდა იცი რომ კვარაცხელიესნაირი ინდივიდუალურია მოთხოვნად იმიტომ რომ ფეხბურთი უნდა მოატყოს იქ საკაყავს არაჩვეულებრივი თუნდაც ასენავს ხო აი ეს ფეხბურთელები გამოჩნდნენ და არ არის მარტო ტაქტიკა რომელიც ბურთი რაღაცა სწორად გაანაწილო და რაისი ბატონო ცხოვრებაში გოლები არ გაუტანეს შორია გააკანა დააჭედა სულ ამბობდით რომ აი ტიკიტაკას დროს რა მოაკდა ფეხბურთს ტემპი მოაკდა კაცის მოტყუება მოაკდა გამწვავება მოაკდა და შორიდან დარტყმები პრაქტიკულად აღარ იყო არავინ აღარ უთყავდა შორიდან და შედიოდნენ კარში და შევიდა ეხა ეს ყველაფერი ფაზაში ნახეს რომ ამ ფეხბურთმა ეხლა ეს ხო ყველაფერი იცვლება მე გავაალბათ წლები ისევ ის დაბრუნდება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩაკეტილი გუნდის კი როგორიც არის თქვა ინტერი იძულებულია რომ ითამაშოს ისეთი თამაშები რომელიც 3-3 მთავრდება ხო ეს ხო აღარ არის კატენაჩო 0-0-ები და რაღაცა მეორე გუნდი როდესაც თამაშობს ხო მაღალი კლასის გუნდი გინდა არ გინდა რაღაცა ფორმით აყვები და რა წავიკითხე ეხლა იამალი უკვე ცოტა თავში აუვარდაო არ ექსპერტების წყალებში წერდნენ თავში ზედმეც იღებდაო ეს არის დღეს აი ფეხბურთი რო შეუძლია მოტყუება მაგითო ხასობს ის იამალი თორე ის იამალი ჩვეულებრივის რო იყოს ტაქტიკაში პასი გაეკეთებინა მაშინ იამალი თავში ავარდილი რო იმიტომ მოგწევს რო თავში ავარდილი აკეთებს მაგას თავხედულ ფინტებს აკეთებს აი მე კაია ეგრეთ წოდებული ექსპერტის ხო რა არის ხე ექსპერტი ხო საქართველოს შეხედე ყველაფერს ექსპერტი ისეთი და ადამიანი არ არის რა თემაზეც არ უნდა იყოს ყველა ექსპერტი და ერთი და იგივე ხო ხო სხვადასხვა რაღაც ხო და იმას რა ქვია სკალონის ინტერვიუ იყო და მე მესის იგივე თემაზე რა და არ შეიძლებაო ბავშვებს უგრძალავდე მოტყუებას ეხლაო თავარი პრობლემა არის იმაშიო რომ ბავშვს უგრძალავენ მოტყუებას 15 წლამდეო საერთოდ ტაქტიკაზე უნდა ელაბარაკო საერთოდ დაანებოთ მე ის ასწავლეთ თუ მაგან დაკარგა მოტყუების ესე რომ ემუშავოთ მესისთან დღეს მესი არ გვეყოლებოდაო სკალონი იმან აბსოლუტურად გაიმეორა იგივე თქვა აი მარმა თქვა მე მგონი თუ მესი სკალონი სკალონი ხო და მე არ მესი რა თქვა იცი ამასთან დაკავშირებით ვამბობ ფანტასტიკური გუნდი იყო ბარსელონაო ფანტასტიკური მაგრამ პრინციპში ჩვენ ცუდი საქმე გავუკეთეთ აბსოლუტურად აი მაგას ვამბობ იმიტომ რომ მე დაიწყო ყველამ ამ ჩვენაირი გვარდიოლა გენიოსია და ის ვინც ამას თვითონ ვინც მაგას ამბობდა ის გენიოსია მესი და გვარდიოლაც გენიოსია მაგრამ იმ გუნდის და იმ შემადგენლობის დუბლუეს ითამაშებდა 8-1 ითამაშებდა 1-8-8-ს თუ რას ითამაშებდა ის ბარსელონა მაინც განწირული იყო რომ დიდი გუნდი იქნებოდა ყველა დროის ისტორიაში შევიდოდა და შესაბამისად ეს არ ნიშნავდა იმას რომ სელტა და ვიღაცა რა ვიცი პერუჯა იმ ფეხბურთს გადაიღებდა და ითამაშებდა ხო და იქაც გაამართლებდა და ხო ჩინური ვერსიაო და რაც ყველაზე მთავარია ამ თამაში არსენალთან ის დაალაგა ლუის ენრიკემ რასაც უყურებდი რაც ასტონ ვილასთან თამაშის დროს გამახსენდა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის თამაში სადაც ესპანეთის ნაკრებში იყო ძალიან დიდი პრობლემა მაგ მხრივ კი ეს თაობა სულ ამის ჩამოყალიბებულია გარკვეულწილად მაგრამ დაცვასა და ნახევარ დაცვას შორის ყოველთვის იყო წვეტა და ამის გამო ბევრი გოლიც მიიღო. ასტონ ვილასთან ეგეთი შეცდომები ძალიან ბევრი იყო და ძალიან დიდი წვეტა იყო. დაკარგული იყო ცენტრი და დაცვა საერთოდ კონტაქტი არ ჰქონდათ და აი აქ დაალაგა უკვე რა და ძალიან კარგი იყო და ამის ხარჯზეც გაკვეთილი მიიღო კი ბატონო. იმიტომ ტემპი დაუგდო. თორე ასტონ ვილას უაყვა ტემპში. კი ბატონო. მე გამიხარდა რომ არსენალ შეხვდა პარი სენ-ჟერმენი და გეტყვი რატო იცი მე აი ამ ხიბლში ძალიან დიდი მწვრთნელია ვენგერი სამჯერ გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო წლის მწვრთნელი და მაგრამ ახლა დათვალეთ რა 20 ტიტულები ვერ მოიგო 22 წელი იყო
თუ 23 სეზონში გამოაგდეს იქიდან. და თუ თავისით ხო, წავიდა ტრიბუნაზე წყვილობდა. 23 წლის მანძილზე სამჯერ გაჩემპიონება, თუნდაც საოცარი წაუგებელი იმითი რა ქვია სეზონი და რა ფეხბურთელებს ყავდა ეხლა იმითი ხო არ ყველა პოზიციაზე. მაგას გეუბნება რა. ეხლა ვარსკვლავების შეხედეთ ეხლა ვინ თამაშობდა იმ გუნდში ხო? ბერკამპი და ანრი და ესე კამპი პირესი იყო ის 2003-4 წაუგებელს რაც და თუ ბიჭო აგერ სოფლიო ჩემპიონატზე ლაპარაკობდა ესენი ხო? ადამსი და კეუნი და ანუ რო თქვა რომ ეხლა არაფერი არ იყო არაფერიდან გახდა უფრო ჩვენ ესთეტიკაზე ვლაპარაკობთ ჩემის აზრით არსენალის შემთხვევაში ის ნუმბერგიც კარგი იყო და რა ვიცი ნუმბერგიც კარგი იყო გახსოვს ყველა ვარსკვლავი იყო ვარსკვლავური გუნდი იყო ოვერმარსი გინდა და ვიგიდა ვერც ერთი ტიტული ვერ აიღო იმისი საერთაშორისო ხო ფინალები კი ბატონო ფინალზე გავიგე და ვერ დაუკარგო 7ჯერ თუ 6ჯერ თუ 7ჯერ აიღო FA Cup-ი, მაგრამ FA Cup-ი ახლა ადგილობრივი მნიშვნელობის არის, ხო, რომელიც უბრალოდ გაძლევს იმას, რა ქვია, საფუძვლს მე რომელიღაცა ევროთაზე, რომელიც სარჭირდებოდა, იმიტომ რომ ახლა 4 გუნდში და იმაში საპრიზო ადგილებზე იყო. კი არ უკარგავ არაფერს. უბრალოდ 22 წლის მანძილზე 3 ჩემპიონობა ეხლა ისეთი სალაპარაკო სალაპარაკო რა ისე კარგ ფეხბურთს თამაშობდა და სიამოვნებდა იმიტომ გვახედავ ეხლა 22 ეხლა ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს რო აიღო აი ძალიან რბილ ფეხბურთს თამაშობს ის ოდეგარი ეს ყველა ძალიან კარგები არიან მაგრამ ეგ აი ზუსტად მაგას ვამბობ ამიტომ გამიხარდა იმიტომ რომ რეალს რო შეხვედროდნენ რეალს მაინც ექნებოდა იმდენი რესურსი რომ გაუჭირდებოდა ძალიან. მაინც მონახავდა ის ანჩელოტი იმ რესურსს, რომ ის ერთი თამაში შეიძლება გადაეწყვიტა, მაგრამ აქ მაინც გონია რომ ისი რა, მოდი ისე ვთქვა რომ რა ის არასოდეს არ დაურტყავს ჯარიმა საერთოდ, ეზოში არა. მე მეჩვენებოდა რომ მე ვნახე პირველად მეთქი, მაგრამ მე არ ვნახე. იმ ჯარიმამდე რა ქონდა? მოდი ეგ ჯარიმამდე რა ქონდა არსენალს იმ რეალთან. მეორე თამაში თავიდან ანები ხა უკვე 3-0 წაგები პირველი ჩადიხარი და კიდე ადრეულ გოლს მიიღებ იგი დამთავრებულია ლაპარაკი იმას კი არ ვიძახი კი არ ვამართლებ ხა მადრიდის რეალს ან რაღაცა საშინელით თამაში და მე ეს უნდას დავობთ რომ მე ვამბობ რომ უნდა წავიდეს ანჩელოტი ამას პორტრეტი უკიდია კაბინეტში და ისა ო რაღაცა ცვლილება ყოველთვის საჭიროა და ეს ხო არ ნიშნავს ცუდია არა ხო რას ის ამოწურა ნაპავდის ხა თორე ბრაზილიას უარი უთხრაო და ხა ანუ ხვდები რა არის ესე თქვენ არა ვიცი რომ უარ უთხრა მაგრამ არა ეს სწორი იქნა რომ უარ სწორი იქნა ხო მე მაგასთან და დედასთან და მამასთან ერთად დადეს იქა და აღარ ავარჯიშებს არავის და ბრაზილიაში მოყავენ სოფლიო ჩემპიონობას ამ ბრაზილიას ძალიან დიდი სიმპათიის მიუხედავად ამ ნაკრებით შენ მაგათი ხომაგი ხო ამ ნაკრებით და სოფლიო ჩემპიონობას ჩუბუტედეს რაც ვისმოთ ერთმანეთს რას ხო ამ ნაკრებით ვისწრებო სწორი იქნა რომ არ წავიდა მაგრამ რას გეუბნები იცი ესეთი ტოტალური უპირატესობა 3-0 ის თამაში როგორც დამთავრდა ხო იქამდე 0-0-ზე მომენტები ჰქონდა მომენტები დაარტყამან ორი არანორმალური რაღაცა კურტუა კარის ოფილიყო სამი კურტუა იქა იმას ვერ აიღებდა ხო ანუ რაღაცა ყისმათიც არის რა არსენალი არ არის ის გუნდი ნუ მიწერენ მისი კომაგები რომლებიც ორჯერ ითამაშებს ეს სეზონში აი ესეთ ორ მე მაგას პიკი ქონდა იქ იმას რა ქვია დუელს რა ყოველთვის მე ასეთ ჩაბეჭდება თუმცა შეიძლება ვწდები ცოტა სუბიექტურებიც ვართ რა მე ესე ვთქვა იმიტომ რომ ხუჩა არის რა ხუჩა არის და ყველა ვარიანტი ამ პიკით ეხა მე ვიზიანდება ლევან ბოდიში რომ აი ეხლა გამოჩდით PSG-ს გულშემატკივრები არა მე ხუჩას გულშემატკივარი პირდაპირ ვიძახი მე მამარდას გულშემატკივარი ვარ ეხა სენტეტიენის კომაგი რა პლატინი რო თამაშობდა ჩვენ ეხა რაღაცა დაახლოებით ერთაობა ვარ და ის რაღაცა პოსტერები იყო სენტეტიენის ლამაზი მწვანე ფორმა ის ლეკოკის ფორმა როცა ისინი მეც ჰქონდა და რა მიქიდან მახსოვს მე 76-ის მახსოვს იმიტომ რომ პატარა ხარ კი მე მახსოვს უკვე 80 დინამო რო გააგდო იმაზე გაბიებული ვარ ის მახსოვს როშტო და რეპი არ ყავდათ მე რა მე მაგიტო ვიძახი იმას რომ გავხდით კი რა თქმა უნდა გავხდით PSG-ს გულშემატკივრებიც გავხდებით ვალენსიასაც და სენტეტიენისაც იმიტომ რომ მე აქ ამ შემთხვევაში სხვანაირად უყურებ ხო არ ვიცი ხა კი სიმპათია შეიძლება ყველას გვაქვს ყველა კლუბთან მაგრამ ხა ბოდიში არსენალის კომაგებთან, მაგრამ ვიქნები დღეს PSG-ს გულშემატკივარი. ეხლა მე გეხვით, PSG-ს გულშემატკივრობა სირცხვილი სულაც არ არის და ეხლა ჩემს ავტორიტეტს ეხლა ეს ალბათ არა ამაღლებს, მაგრამ აგერ ბიძინამ კი იცის, რომ სანამ არაბები შეიძენდნენ და დიდი ინვესტიციები იქნებოდა კამბუარის პერიოდიდან მოყოლებული ვარ პარის სენ-ჟერმენის გულშემატკივარი და ეხლა მაგრამ ეხლა რო გადავიდა კვარაცხელია ხო და
სიტყვაზე ეთამაშება არსენალს და არ იქნები ობიექტური, ამაში ის საბოდიშო არაფერი არ არის. ხო, არა, რატო უნდა ვიყო ამ შემთხვევაში მე ჩემთვის არის ეს ადამიანი, ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მინდა რაც უფრო მეწარმოებებას მიაღწევს, მე გავხდე, მე ვიძახი, გულწრფელად ვიძახი, გავხდები, რომ გადავა ხვიჩა ნებისმიერ გუნდში რომ გადავიდე, შემდეგ უკვე და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წინ წავა, იმიტომ რომ ესეც რაღაცა შუალედური მგონია. პიკი სხვა გუნდში იქნება ხვიჩასი რა, იმიტომ რომ ყოველდღიურად იზრდება ეს ადამიანი, როგორც ფეხბურთელი, ყოველდღიურად იზრდება. იმ გუნდის ხომაგიც ვიქნები, ხმამაღლა ვიძახი პირველ რიგში. ნაპოლის გულშემატკივარი ბიზინა ბარათაშვილის გარდა შეიძლება თითებზე ჩამოგვეყოლა. მე ვიცოდი მართლა რა, ადამიანები არსებობენ თბილისში. საქართველოში. მარადონადან გამომდინარე, მანამდე ნეაპოლში რა ვიცი ის თუ გაგახსენდებოდა აბა ჩირო ფერერას გამო ხო არ იქნებოდი ხომაგი და ხა იყავი მარადონას გამო და შესაბამისად და ფილმი გიყვარს ის მაგრამ ხა მაგი აუცილებლად იქ აი ნეაპოლში მეგონა რომ კამერა დამყვებოდა აი რო ვიყავი სულ ეგ მახსენდებოდა აი მეგონა რომ მოდი ხა ჩვენ რა ვთქვათ იცი რომ ესე შევაჯამოთ რომ კი ბევრი დადებითი თქვით კი არსენალი დამარცხებულია კი ვენგერი ვერაფერს ვერ იგებდა საერთაშორისო არენაზე მაგრამ განმეორებითი მატჩის წინ მაინც ესე თავი ქუჩი გვაქო და ესე იქნება და ისე იქნება ესე ადვილად შეიძლება არის კიდევ ვიმეორებ ისევ გამომდინარე იმ სუბიექტური მომენტიდან ვიძახით რომ ჩვენ უფრო მეტად გვინდა ვიდრე ამას სწორად გავანალიზოთ ჩვენ გვინდა დათო გულშემატკივარი თავისთავად სიტყვა გულისხმობს სუბიექტურობას, ხო? ანუ გულის შეტკივა ვიღაცას ერთზე, არა, აქ იმას მნიშვნელობა ის კარგად თამაშობს ამ შემთხვევაში თუ არ თამაშობს, ხო? და ამ შემთხვევაში ხვიჩასთან მიმართებაში ჩვენ გულშემატკივრები ჩვენ არა ვართ პროფესიიდან კი ბატონო. მე შეიძლება ობიექტური ვიყო და ვიქნები ობიექტური ბოხუმი და ის რომ ითამაშებს ერთმანეთში, ვიღაც გაიზარსლავთან გეტყვი რომ ეს უკეთესად თამაშობს, ის უარესად. ეხა როცა თამაშობს გუნდი, რომელსაც თელ ცხოვრება ქომაგობ იქ არა ვარ ახლა მე ბოლომდე არა თელი ცხოვრებაც არ ვერიგენები ახლა ხო ჰაინე არასდროს არ მინახია მაგრამ აუპირველად ნახე მართლა ჰაინე ხო და რო თამაშობს დუდუზივზივად ახლა ხო არ იმას რო ხდება რა ქვია ბოქს ხო ჰაინემისკენ აბა ვისკენ მაგას არ გეუბნები მაგას იქ ისეთ სიგულისხმება და მაგით დავიწყეთ მაგრამ სიტყვაზე გეუბნები თქვა რეალის თუ იქ ვიღაც არგენტინის ნაკრების შემთხვევაში მე ეს ბრაზილიის და თქვა ეს ესპანეთის ბოლომდე ობიექტური არა სულ ეძებ მე რაღაცა მიზეზებს გაამართლო რატო წააგო თუ რატო ვერ მიაღწია იმ შედეგს რომელიც შენ გინდა და ან თუ მიაღწია და რაღაცა ვიღაცას ეჩოთირება შენ აქეთ არგუმენტები მიყავს რომ არა გენოცვარი ეს ყველა ჯობდა ისტორიაში ეს ბუნებრივი ეს არის ფეხბურთის ხიბლი აბა ეხა მაშინ ობიექტური სპორტში უნდა იყოს მსაჯი ეგ არის უბრალოდ აი დანარჩენებს ყველაფერს უკვე როგორც ამბობენ ხოლმე ფეხბურთში ხო ამ სიტყვას რა შიმშილი და რაღაცა გამარჯვების და ტიტულის აი ამ ორ გუნდს რო უყურებდი არსენალი პარი სენ-ჟერმენის თამაშს რო უყურებდი რაღაცა სეზონის დასაწყისიდანვე აი ამათ უფრო ეტყობათ რაღაცა სხვა აი რაღაცა პარი სენ-ჟერმენის მე დაბიძინე ერთად უყურებდი რომ გონია რომ გაძვება ჟირონასთან თამაში რო ვნახეთ სანამ იმან თავის კარში არ შეაგდო გოლი ბოლო წუთზე მეკარემ გაზანიგამ კარისკენ არ გაუხედიათ არც მაშინ არ გაუხედიათ შემთხვევით ჩააწოდეთ და გოლი გავიდა მე ეს გუნდი რამეს თუ იზევდა როგორ ვიფიქრებდი და ეს არის ხვიჩას დამსახურება მაგრამ სიტისთან თამაშის მერე ეს გუნდი არის საოცარი სანახაური ძალიან დადებითად იმოქმედა იგივე დემბელეზე იგივე იქ ბარკოლაზე თუ სხვა ფეხბურთელებზე დაიქო კონკურენცია გაჩნდა კაცო გამოჩნდა ანამდე იყო იქ ასენსიო იყო და კიდე უფრო მეტი რა ნახე ასენსიო გასაგებია ასენსიო შეგუებული იყო იმ როლს რაც ჰქონდა იქა და მოდის ახალი ფეხბურთელი შარშანდელი საუკეთესო ამბიციები და ქვია იტალიის და სერიასი და ჩემპიონი და ვიბაში ოქროსბურთის კანდიდატებში მოხვედრილი გინდა არ გინდა და შენ პოზიციაზე მოდის გინდა არ გინდა სანთო ხვდები ხა რომ ის შენი მსმელი მარტო თავს სხვა ლაპარაკობდა იმას მე მინდა ესო რა ქვია ხვიჩაო ხო იმ ამათ მას ხო იციან კლუბში როგორ შეიძლება არ იცოდე შენ მსმელს ვიღაც მოყვანა უნდა თუ არ უნდა რა და ელემენტარული კომუნიკაცია ხო არსებობს ხო რა თქმა უნდა და უყურე შეხედე რაც შენ თქვი ზუსტად რომ რა ქვია საყვანძო ფეხბურთელი გახდა ყველა ცulis გადავყვა თამაშებში და ეს არის ხელშეუხებელი ხო იმიტომ დაცვაში კარგად დაცვაში უბრალოდ აი ეს მომენტი ზამთრის დიდი ტრანსფერები თითზე ჩამოსათვლელია ხო რა თქმა უნდა იმიტომ ზამთარში გუნდები არ არის ზაფხულამდე რომ ელოდებიან ზაფხულამდე იქ ძალიან ბევრს მაგრამ ეს ხო
ზუსტად იმას ამტკიცებს რომ ჭირდებოდა აი ეს ტიპი ან ისიც ჭირდებოდა რომ ახალი სისხლი უნდოდა მე შენ გეტყვი აი იმაში დაგეთანხმები უყურე რა ხდება ეს მომტყუებლები და ესეთები გახდა საჭირო კვარაცხელია როცა მოდის გუნდში ეხლა რომ მოვიდეს იქ ზონების ჩამკეტავი კანტე სიტყვაზე ამ პარის სენ-ჟერმენში შეიძლება იმ ბარკოლას დუეს და სხვებს ისეთი სტიმული იმ ლამაზი ფინტების მოტყუების სწრაფი გათამაშების არ მოემატოს და კაცი მოვიდა რომელიც თემსოფლიოს ალაპარაკებს იქ სამ კაცში გავა ორ კაცში გავა ასე ეზავს ისე ეზავს და შენ ბუნებრივია ხა ზონების გადაკეტვით და დაცვაში ზუსტი ჩამოსვლით ამასთან კონკურენციაში ვერ შეხვალ და ხა სპორტია ყველას უნდა რომ ის ჩანდეს და ის იყოს თავარი მოედანზე ამიტომ შესაბამისად უფრო მეტჯერ უნდა გარისხო რომ დრიბლინგზე წახვიდე და ეს თუ ატყუებს მეც მოვატყო და არიან ახლა ტექნიკურები ჩვენი გვიყვარს მაგრამ რა არ არიან აი აქ რა მომენტი იყო ის ტიმბერი იდგა ხო ამის წინ რომ მოდის აი ამ მომენტში ხა რო ატყურდებოდი ხა აქ მოგატყუებს უკან მისცემს პას გვერდზე წავა არიცი არის ფეხბურთელი რომელიც იცი რომ ეს პას გააკეთებს რა და ამისგან აი ეს არის ყველაზე მაგარი კვარაცხელიას რაც არიცი რას იზავს მარჯვნივ წავა მარცხნივად შეუძლია მარჯვნივად შეუძლია უკანაც დააგორებს და გაათამაშებს შუაში შეიცებს ახლა აქ გამოჩნდა ამის მრავალფეროვნება ხო ფაქტია იმიტომ რომ მე ნაპოლიში ცხრიანზე ამინაშია და მარჯვნივ არ გადასულა და მოსწრაფად გეტყურა მე მეშინოდა იმისი რო გავიხსენო ჩვენ პირველი სეზონის მეორე ნახევარი და მეორეს დასაწყისი ხო გაიგეს ეხა იქ რასაც აკეთებდა და ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს აქაც და ეხა მან თვითონ ჩემზე კარგად არის ეს ეხა რომ ის რომ გადაავარი მომენტი რაც ჰქონდა რითიც გაისროლა იმ იტალიაში ხო ნუ ფლანგიდან აქეთ წამოსვლა ხო იქით უნდა წავიდეთ ხო ტრიბუნაზე ხო არა ეს აქეთ მომავატყუეს ხო და ვამბობდით რომ რაღაცა უნდა მოუმატოს ეხლა ახალი შეიტანოს თორე ეს მარტო ეს რო აკეთო ხდება და მე მარჯვენა კაცმა სულ მარცხენათი შეყარა მარცხენა რამხელა არსენალი აღმოაჩნდა აი აბსოლუტურად რაც ეხა შენ თქვი ხო რომ აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გახდა აქ ეწავა იქ ყველაფერი შეუძლია ორივე ფეხი ორივე ფლანგზე თამაში ძალიან გაზრდილია აი ეს არის თვითონ პიროვნებაზე ისა რა ქვია პიროვნებაზე მეტყველებს დადებითად რომ აი ზოგი ხო არის მაყოფილდება რაღაცა როლით რა ნაპოლიში ვარ საუკეთესო გავხდი მივაქციე და ქართველებში შავბელუეს რო იყიდე ხო მithumetes მაგრამ ეს ეხა ეს მარცხენა ფეხით თამაშის პრობლემა რა ვიცი ეხა შეიძლება არ ქონდა მაგრამ არ ჩანდა ესე აქტუალურად შეუძლია უკვე და ეს ეხა ნამუშევარი ფაქტია იქ უკვე ჯარიმების დარტყმა დაიწყო რა ეხა რამდენი კაცი ურტყავს PSG-ში ჯარიმას რა ყველა არა და იტალიაში არის ბოლოს არიგოსაკით საუბრობდა იმაზე რომ აი უკვე წაკითხვადია მისი თამაში და აი ეხლა შემატა ბევრი ძალიან მაგრად გაიზარდა პლუსი რაც არის თავარი რაც ლუის ენრიკესთვისაც თურმე ის აღმოჩნდა ხო მოულოდნელობა დაცვაში თამაში ბოლომდე ფიზიკურად არის იდეალურად ალბათ ზარ 90 წუთი თამაშობს ყველა თამაში კი არა საოცარი ფეხბურთელი ახლა კიდევ მეორე თამაში გადავიდეთ ნელა ხიდი უნდა გადავიდეთ ვილაპარაკო და ამბიზე რამდენიც არ უნდა თქვა გინდა სუბიექტურები დაგვარქვენ, გინდა სოფლიო ლაპარაკობს ეხლა ჩვენ არ უნდა გადართონ და იმის არ იყოს რა კვარადონა მართლა ჩვენ ხო არ დავუძახეთ და წინათმაში არ ქოს კვარაბაჯო და კვარადონა დაარქვეს იტალიელებმა გადავიდეთ ეხლა ხიდით შემდეგ თამაში და იქ ინტერი თამაშობს და მე ამიტომ აი რაც ეხლა ვილაპარაკეთ იქ იტალიელებმა გაუგეს უკვე საჭირო იყო სხვაგან წასვლა ხო მაინც ეხლა ჩემთვის რომ მკითხო ხო იდეალურ ვარიანტში მაინც მირჩევნია ბარსელონას შეხვდეს ყვარა ვიდრე ინტერს იმიტომ რომ ის ინტერი მაინც უფრო კარგად იცნობს ჯერეთ ის იტალიური ფეხბურთი უფრო კარგად იცნობს და ბარსელონა უფრო ლაღი გუნდია უფრო ზევით ამოწეულ ფეხბურთს თამაშობს და იმხელა სივრცეებს ტოვებენ რომ ეგ არის სწორედ მისი თამაში და ამიტომ მე ამ წყვილში მართალია ინტერმა საოცარი სტარტი და საერთოდ კარგი თამაში შემოგთავაზა მაგრამ მაინც რატომღაც აი ზრდაზე რო იყო ლევან უფრო იმედი მქონდეს რომ ბარსელონა გავა კი აი ზრდაზე რო იყო საუბარი რა აი ინძაგის პერიოდის ლაციო ბაში როდესაც სერია მიმყავდა აი რო დაიწყო და ერთ თამაში უამრავ ვარიაციებს რო თამაზობდა მეტოქეს და სულ არის ხოლმე საუბარი მწვრთნელს არ აქვს გეგმა ბე და რაღაც აი იმ ახალგაზრდა მწვრთნელს მაშინდელს
უკვე ქონდა და უკვე ეთყობოდა როგორი კარგი მწვრთნელი იქნებოდა და არის კიდე ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და იტალიის გულშემატკივრებისთვის მისალოცია ის რომ ეგეთი კარგი მწვრთნელი ყავთ სერიაში და ამ ორ წყვილში მაინც ატომღაც მგონია, მე არ ვარ ბარსელონას თავგადაკრული კომანდი, მაგრამ მაინც მგონია რომ გავა ბარსელონა რაღაც მომენტში დამშას დაბეჭდება, როცა მოუნდებოდა თვალბესი არა, მაგრამ აი მაშინ მოუმატებდა ბარსელონა გას. ძალიან დიდი ბოდიში ინტერის კომაგთან, მაგრამ ფეხბურთისთვის კარგი იქნება, ნეიტრალური კომაგისთვისაც რო ავიღოთ ამ შემთხვევაში, PSG ბარსელონა იქნება, არის. მე მგონი სანახაობა უნდა იყოს. კვარაი ამალი სპექტაკლი რატო გვიყვარს ფეხბურთი? ეს მატჩი უნდა გამოვიდეს. თუმცა აი ეს სეზონის მატჩი ცოტა რაღაცა ჩემია. ეს თამაში უფრო ფიქრობ. ხო მოუგო ინტერი და ეს მილიტო მაშინ გვახსოვს ყველაფერი, მაგრამ ის არ მოუგია ესეთი ლაღი თამაში. არა, მაგარი წვალე ფინალი ბაიერნმა აჯობა ის თამაში თუ გახსოვს. უბრალოდ არა ბარსელონასთან აი ნახევარ ფინალი და ფინალს გულისხმობ მე იმასთან ბაიერთან და იქ ხა ის მაურინიო ხო რაღაცა თვითონ მაურინიო იყო პიკზე ალბათ იმიტომ რომ საოცრებებს აკეთებდა იქ ტაქტიკურად ხა მილიტო მიუხედავად შენი დიდი პატივისცემისა დიდ ფორვარდებში ვერაზროს ვერ შევა რა თუნდაც არგენტინელებში ხა იქ სადაც ბატისტუტა არსებობდა და კრესპო იმ თაობას გულისხმობს სად იყო მილიტო ხო მაგრამ იმ თამაში თუ გახსოვს ეტო მარჯვენა მცველი იყო ბოლოს უკან დაცია საერთოდ რაღაცა სადაც თამაშობდა ვერ გაიგებდი რა და ბოლოს მატერაცი გამოიყვანა ერთი იტალიელი მაინც რო ყოფილიყო გუნდში ხო თა რა გოლები გაიტანეს პირველი სასწაული ეს დუმფრისი ჯერ ამდენ პას საგოლე პას როგორ აკეთებს არ არის ჩემი საყვარელი ამდენ გოლს არ უნდა უშვებდეს ეხა ბარსა შესნი არ იყო მოწოდების სიმაღლე ეხა ორი ბურთი მინიმუმ ორი შესნი საერთოდ გამიკვირდა და დაიყვანეს საერთოდ ბარსელონაში აკაც დანაშაული არის ის რომ ეხა ძალიან მაგის ხვირწინ ესე ბურთი მიდიმოდის რაღაც ან გამოსვლა არა აქ ეხლა ხო ვერ მოახერხებდა მე გამოვიდა ძალიან ახლოს განა და აქ გამოსულიყო კარგავს პოზიციაზე ეს გოლი იყო ცოტა მაკრატელა უფრო მეტად მაკრატელა თორე მე ამ გოლმა გამახსენა დევიდ პლატინო ბელგიას უტანს შემოტრიალებს და ამაზად რომ სხვა კუთხეში ის უფრო ლამაზი იყო ხო აი მონოსპექტაკლი დაიწყო მე კარგი საოცარი ამან ნახე რა გოლი ამან ეს არა ნუ ის ძელი მეც იღებს თავის თავზე არა ეს ასწაული არის ისეთი დაუჯერებელი რამე გააკეთა რომ სოფლი ორად გაყო ის კარში ურტყავდა და ვერ თვითონ თქვა კარში ვარტყავდა და თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე ხა საფრანგეთთან რასაც აკეთებს იქ ანი თან იცი რას გააკეთებს თითქოს მაგრამ მე იმპროვიზაცია ფეხბურთი იმიტომ გიყო 17 წელს არის 17 წლის 17 წლის არის და რაღაცას იმაშობდნენ რომ 2030 წელს ხო რაღაცა ის იყო 23 წლის იქნება მაშინ იქნება ჯერ კიდე მზარდი და კი ბატონო და ეხლა ჯერ ახე რას აკეთებს რა 100 მე100 მატჩი ისეთ ოფიციალურად ხო სუის მახსენდება გერმანიაში კანონია 18 წლის ზევით არ შეიძლება ღამე მუშაობა თუ რაღაცა ხო ეხა ამისთვის რო ვთქვათ რომ მეორე ტაიმში გამოდი არის თამაშობა და გადამწყვეტ მატჩებში თან სადაც აუცარი გამდება და უნდა გამოგცვალოთ არა 18 წლამდე არ აქვს უფლება იმუშაოს ხო მე მახსოვს ეს არ მუშაობს ეს ერთობა მე მგონი კი ნამდვილად ეგრეა ნახე ეს როგორ თამაშობს აი ეზოში რა ჩადიოდა ალისიც ათამაშობს ზუსტად და მე მახსოვს კი ეგარი რა კვარაცხელი არა მასე არ თამაშობს მაგიტო ვიდახი აი რონალდინიოზე მქონდა ხოლმე ის მომენტი აი ღიმილით რო თამაშობდა ღიმილი რო გაუქრა იმის ფეხბურთის დამთავრდა იმიტომ რაღაცა ვერ იმასაკნა აი თავისუფლად აი ბილად რო თამაშობე ეგა ეხა ეს წვალობს კაც რო ატყო და არაფერი უბრალოდ რაც იცის იმას აკეთებს რა ძალიან კარგად გამოსდის ეს ყველაფერი და ამიტომ არის ეს სანახაო არანაირ სქემებში არ ზის მისი მოქმედება პირიქით გამოდის იმპულსურია შემოქმედებითი თავხედობა ჭარბად და რაც იმ დროს მის გონებაში ასე ვთქვათ გაჩნდება შეტევის გაგრძელების იდეა ასრულებს იმას ეგ არის ყველაზე ლამაზი აი ეს სერიოზული შეცდომა აი ეს ჩაუვარდათ დაცვა დახაზული, დამუშავებული, მშვენიერი. ხო, მაგრამ მან პასს არ უნდა აკეთებინა. კი ბატონო, მაგრამ მან როგორ უნდა გააკეთებინა? თან ინტერი. ინტერმა.
არა ეს კარგია ესეთ თამაში რო იქნება, იმიტომ რომ მეორე თამაში ახლა არის მე მაინც ფავორიტად მაინც ბარსელონა მგონია, როგორც არის. მეც გულის სიღრმეში მჯერა რომ ბარსელონა გავა. ალბათ ახლა ინტერმა უნდა გაიტანოს, ხო, ფრე არავის არ აცილოს. ისიც ხომ მოქმედებდა, მე არ ვამბობ რომ მაგან გადაწყვიტა, მაგრამ იქ რაღაცა ცოტა ელ კლასიკოს ამბავი, ცოტა ის რაღაცა ეს ხო შემადგენელი ნაწილია რა. ყურადღება ნახე ინტერმა თავის ბოლო თამაში ეხა სუსტი მეტოქი არ ყავდა რომა, მაგრამ წააგო. არსენალს ვერ მოუგო კრისტალ პალას და იმან რა ქვია პარი სენ-ჟერმენმა წააგო იმასთან ნიცასთან. წააგო. ხო და შესაბამისად ეს 4 გუნდი ვინც ნახევარფინალში იყო, იმ ხელა მნიშვნელობა აქვს ამ თამაშებს, რომ ჩემპიონატში კაი ის ჩემპიონია, ის ვეღარ გადის და ასე შემდეგ, მაგრამ ინტერს უჭირდებოდა ძალიან, მაგრამ ვერ განეწყო იმ თამაშისთვის და ეს რო გამოვიდა ბარსელონა და ამატებითი დროები და მართ არის ახლა კოპა დელ რეი იყო და არა ერთ-ერთი ისე ხო არ ითამაშო უცებ ვიტყვი რა რომ შეუძლებელია რომ 3 დღის ინტერვალით ამ ხელა კონცენტრირებული და ანდონის მატჩი ერთნაირად წარმატებით მე ესეთი სიამოვნება ეს მეკარის ბრალი კი ეს არის მეკარის ბრალი კი ბატონო ნახე გამოვიდა მე უკან დაიხია გამოსვლები კი არა უბრალოდ წეგანთ გვერდით იმის იქაც მეკარის მოედანზე ეხა მაკრატელა თუ რა არის კარგი მეკარე როცა დგას მეკარი მე საერთოდ გამიკვირდა ეს რომ შეიძინეს და ისე აი ელ კლასიკოზე მე უცებ ყველაზე ნაკლად პირველ გოლში არა ბატონო მეკარის ბრალია მაგრამ საუკეთესო ხითარიანი იყო მან დროიც მე ყველაზე ბევრიც მაგანი რბინა პირველ გოლში ვერ დავადანაშაული. ეხლა ქუსლით კაცი იქიდან მოგიჭერს საწავლებელს ეფარებოდა და ყველაფერს უბრალოდ სვარ არის ახლა. ვერ ის იყო გადახდა იდეალური შესრულება, ის თურმე სხვას ვერაფერს ვერ იზავდა. მაშინ უნდა მიიღო. სადამ მიიღებ და იქ მოაზრობდნენ იმ ფეხს იქცება. ეგეთი გოლები ბევრი გვინახავს, ხო? დელ პიერო გიოს. პირველი ვნახეთ მაჯერი, ვნახეთ. ეგ არის პირველი ალბათ ყველა მაჯერი ვნახეთ, ხო? მე შეიძლება მანამდეც იქნებოდა, მაგრამ არ იქნებოდა. მანამდე არაფერს არ უყურებდით პირველ ჩემპიონატი მაჯერი მოხსოვს პირველი. დიდი დოზით რაც აჩვენეს მაშინ. კიდევ იყო მანჩესტერი ბარსელონაში იყო, მე მგონი. ლიშარპმა გაიტანა, სად გაიტანა რომელ თამაში? მოკლედ ბევრი გოლები გვინახავს. კი, ესეთი ხო და უცებ ელ კლასიკოზე თქო რა წეგან ვახსენე და ესეთი კარგი ელ კლასიკო ბოლო პერიოდის განმავლობაში არ მინახავს პირველ რიგში რომ ძლივს გამოჩნდა დავინახე რომ ორ გუნდს ძულდა ერთმანეთი აი ძლივს რა რა არ ჩაგეთვლება რასაც მაშინ მაგაზე მე ვისაუბრებ ეხლა კლასიკო ცალკე გვექნება ეხლა ნახოთ ხო აი ეს არის ავტოგოლი ხო ხო არა სისულელია ხო ავტოგოლი ხო რა კითხვა მქონდა შეთან აი ამასთან კამათში შევედი პენალტების სერიაში დაარტყა ფეხბურთელმა მოხდა ძელს მეკარე ზურგში გოლი გავიდა რა ხდება ითვლება გოლია გამარჯობა მაშინ ეს რატო არის ავტოგოლი ის ვინ გაიტანა ის გოლი პენალტების სერიაში მეკარე არავის თავდასხმა ხო გააფუჭა ესე იგი რატო უთვლი მაშინ მან იმდენია სადა კარში დარტყმებშიც ხო იცი რო თვლიან კარში დარტყმად რა ითვლება და რომელი არ მიდიოდა სად მიდიოდა ეს არ შეიძლება რა ხა ავტოგოლი არა მოხდა იმ გამოდიოდა ბურთი გარეთ მაგრამ ეს და მაშინ პენალტების სერიაში გაუქვე ზურგში რომ მოხდება და უკან შევა თამაში არა პენალტების სერიაში გაუფუჭებია ბურთი ჩათვლა არ ჩათვლაზე ხო არ არის ლაპარაკი აქ საუბრობ შენ ანუ გოლი ვის ჩაეწერება მაგას არ იძახი თორე აი ჩაეწერს რომ ცოდო მეკარე ამას რომ ავტოგოლად უთვლი ხა არ გადახდეს საბოლოო რა ეს მაგ საჯები არ ფეშუაში ეს ცალკე აი ეგ რა არის აი წვეტებიანი ტუფლები არა მე სერატიტი იყო დარჩენილი რა უბრალოდ წვეტებიანი ვენგერს ეს დაუჯერა ვენგერს რა ნუ ეს ახლა სუფთა გოლი არ არის აბა რა არის აი ამას ახლა თავის დროზე იტალიანი იყო საუკეთესო ფეხბურთელი ამ დუფრის მაგ ბატონო დუმბრი შეხედეთ რა აი ეს გვაქვს საჯებს როგორ დააბრალე კომპიუტერმა გაარო მაგრამ ამაზეც ხო თქოს კომპიუტერში გინდა მიახატავ იმას გინდა მოახატავ არა იცი როგორ რაღაცა არ გაეშვათ ეს კომპიუტერი და ჩაეთვალათ რა ვიცი ხო აი ვინ დაუწყებდა ეხლა ამას მართლა იმას ჩაწერა ეს თავის დროზე ეხლა ყველა გოლი ხო ამას არც იფიქრებდა არა მაგას ვიძახი ხო და თუნდაც ეხლა შენ რო თქვი არ გადაემოწმები თან თავი ვარის გარეშე თამაშ გარეშე ხო აი ეს არის საგულისხმოო გზა დაინახა ეს იმიტაცია რომ ბარსელონაში იყო თამაში
არა 10 კილომეტრია მე მოწდება ხო 10 წლის ის მაგრამ ეგრევე აწია არა მე თქვენ გეტყვით აი ეს წინადადებას რამდენად დამეტავ ვიცი რომ წესები ეგრეა ვიცი რომ იურიდიულად ვერ მივედავ ეს თამაშგარი რისთვის მილანში ჩათვლი და ბარსელონაში არ ჩათვლი ეს გოლი რისთვის ეს და პირიქით რისთვისაც მოიგონეს ეს თამაშგარი ხო რომ არ მოხდეს რაღაცა რომ იმ პრინციპს ეს არ არის ეს გოლი რა იმ პრინციპს არანაირად ეხა რაღაცა იმაში მიდიხარ ბრძოლა დინამიკა მაგას ეხა აი ანუ წელში როგორ წერა თამაშგარეში ყოფნით იღებს უპირატესობას ეს არ არის აკრა უპირატესობას ფეხსაცმელი წვეტი რომ გაქვს წინ აქ არანაირ უპირატესობა არ არის მონჟუიკზე 70% მარტო ამის გამო ადისო თუ მეტი არა რა იმ დღეს ვკითხულობდი რა ელმუნდო დეპორტივოს ეწერა მგონი რომ თამაშ ამის გამო თან ზამთარში ყოფილა ძალიან ისეთი პრობლემა რომ მანქანები ვერ ადიან მოკლედ არ ვიცი რა იქ მუნდო დეპორტივოს ეწერა ძალიან მაგარია და სიცივია თურმე მაგარი ზამთარში და ეს არის რის გამოც მივდივარ თუ არ გვინდა არაფერი სხვა ხო რა დღესასწაულების შემქმნელი კაცი საოცარი გუნდია საოცარი და ფლიკი არის არ ვიცი რა და დინამოზე რომ შემოვიდა როგორ მახსოვს საქართველოს ესპანეთს ხო ის ქონა დებიუტი და უკანა ეს ბევრნე ხალხი და ეს შეამკეს რა ეს ვიღა შემოვიდაო ეს იამალი ესეც და რაღაცები ძალიან ცუდი შეფასებები და ხო რა ამანაც ხო და სპარტაშორის ესპანეთთან მატჩი აი ხვიჩამ ითამაშა ფორვარდის პოზიციაზე მაშინ თქვა ლუის ენრიკემ რომ ეს კაცი მემჭირდება მე გაცოს ნაპოლიზეც იწერებოდა აკაც ათამაშა ფორვარდის პოზიციაზე პარი სენ-ჟერმენში 1-2 თამაში ხო მე აი ხა შევეთქვი ფლიკი და ვერ წარმოვიდგენდი ბარსელონაში აი ამ დონეზე ფლიკს რა აბსოლუტურად სხვა ტიპაჟი თითქოს ერთი შეხედვით, მაგრამ აი თავიდანვე რაღაცა სხვანაირი გუნდი გააკეთა რა. ეს ის ბარსელონა არ არის, რაც გვახსოვს. ეს არის აი ფლიკის გაკეთებული აი ეს ეხა რაფინია გააცოცხლეს, ხო? რავი, სად იყო რაფინია რა. იამალზე ცალკე თემა არის, მაგრამ ის ნახევარდაცვა მაინც აქაც გადამწყვეტი. წორთნელის გუნდი რა ეგ არის რა. არა, აი პედრი ამ იმაზე ვიძახი და საოცრებებს აქ. ვინმე ხომ არიცით ესეთი ძლიერი არგუმენტით აი 4 შაბათს რო გუნდი თამაშობს და ერთი კვირა როა ინტერვალი არც კი რატო თამაშობს მე ის სამშაბათს და სამშაბათის 4 შაბათს აი წყვილები ხო შეიძლება ერთნაირი რაოდენობის დღეები ქონდეთ იმას 5 დღე აქვს და იმას 7 და რატო კეთდება ეს აი ერთ ჩემპიონატში მე როგორ არიცი ერთ შაბათს აქვს მეორეს კვირას ანუ სამშაბათს ვინც თამაშობს კალიდა საერთოდ PSG საერთოდ გადაუდეს თამაში ხო? არა ეს შიდა ჩემპიონატი როგორ გინდა ისე არის შიდა ჩემპიონატის კალენდარს ავარჯიშებენ არა კი რა სამშაბათს სხვა სამშაბათს ხო აქვს თამაში ერთ ვერსიას კი არა სატელევიზიო რეპორტაჟები იყიდება სამშაბათი ცალკე 4 შაბათი ცალკე შესაბამისად ორივე რო სამშაბათს ითამაშოს ბარსელონა იგივე თამაში გამოსდება რომ შენ თქვა ვიღაცა 4 შაბათს არ იყიდია აი სინთენატმა აჩვენა ორივეჯერ ბარსელონა და შენ თელი სეზონი არა შენ რო გაქვს უყურე არა ლევან მე გეტყვი ჩვენ რო ქონდა მაშინ პირველად რო ქონდა აი გახსოვს ჩვენ და სამივეს რო ქონდა რა მაშინ ჩვენ ვაჩვენე ნახევარ ფინალს ჩვენ იცი როგორი ხო მაშინ აი ეხა მე და დიმა იმაშვებოდით ხოლმე ერთმანეთში ხა ჩვენი საქმე სულ არ იყო შეიძლება მაგრამ ჩვენ ვარ იმაშვებოდით რა ჩვენ ვირჩევდით სამშაბათს თამაში და 4 შაბათი იყო და ვირჩევდა 4 შაბათს და უკვე ნახევარფინალზე რომ მივდიოდით ჩვენი სამშაბათი შეებოდა რაც არ უნდა ყოფილიყო იმისი 4 შაბათს და ესე იყო ჩვეულებრივად რა სხვადასხვა ის არის და მართლაც იძახი რომ არგუმენტი ერთადერთი არის რომ ყველგან არის არ არის მარტო რომ ეხა აქაც ორ ტელევიზიას აქვს ხო საქართველოში ხო მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ესე ორივე საათი გავიგე ეგ არგუმენტი მივიღე და არ და მაგრამ სიტყვაზე სამშაბათს ორივე თამაში რომ დათოს წაეყვანა და 4 შაბათს ორივე თამაში იმისი მაშინ ნახე როგორ ხო და ამიტომაც უკეთესიც იყო ამას პირველი თამაში წაყვანილი რო ექნებოდა ჩემი აზრით უკეთესად წაიყვანა და ამიტომაც რო განვითარდა ცხოვრება და მივხვდით ამას იმიტომაც სეტანტასაც და ჩვენს გვაქვს პარალელურად ორივე ვისაც იმას აიჩევს საფია მაყურებელი ვისაც უნდა იგადოს რა მაგრამ ეს საქართველოში ხდება ესე და ზოგადად ეხა არის
ხუთი პაკეტია. ადრე იყო ერთ პაკეტს ყიდულობდი და მე შენ გაიყოფთი თუ არ გაიყოფთი ეს მეორე თემა იყო საქართველოს. ეხლა არის ხუთი პაკეტი იყო. სამშაბათი პირველი არჩევანი, მეგეუბნები იმაში რა ქვია, ჯგუფური ერქვა მაშინ ეტაპი. ეხლა კიდე შეიცვალა. ანუ სამშაბათის პირველი არჩევანი შენი იყო, ერთი პაკეტი იყო. ოთხშაბათის პირველი არჩევანი, მეორე პაკეტი იყო, თავის ფინალიანად, იმიტომ რომ ფინალი როგორც წესი ოთხშაბათს არის, ჩემპიონთა ლიგის. მესამე იყო ყველა დანარჩენი თამაში. ეხა შაბათობით. ეხა შაბათობით. ხო, მაგრამ მაშინ მეგონი, მაშინ როცა იყიდებოდა ხუთიანი სხვა პაკეტები. მესამე იყო დანარჩენი ყველა თამაში. მეოთხე იყო ევროპა ლიგის პირველი არჩევანი ხო ორი ეს არის რა ქვია ორი ტაიმ სლოტი ხო და მეხუთე იყო დანარჩენი ყველაფერი პლუს არქივი. აი ეს იყო. ხვდები, ანუ არავის არ ქონდა გარანტია რომ ერთ-ერთი ქვეყანაში შეიძლება ორ კომპანიას გაეყო და ესეც ხდება ბევრ ქვეყანაში იყო ესე. მე გეტყვი ხარ რა ერთ არგუმენტს, აი რომ მივდიოდი ხოლმე რაღაც უცხოეთში რომ მიწევდა ხოლმე სოფლიო ევროპის ჩემპიონატი, სულ ყიდულობდი ამ ჟურნალებს და იმეებს, ხა რა ჩვევა იყო ჩვეულებრივი და იქ ძალიან ბევრჯერ გერმანიის სოფლიო ჩემპიონატის იმაზე სხვადასხვა იყო ხოლმე მთლიანად აი გრაფიკულად იყო ვის რა თამაში ქონდა. იყო ტელევიზიები რომელსაც რაღაცა თამაშები ქონდა, გახსნა ამას ქონდა, ფინალი ამას. ეხლა ჩვენთან ფინალი რო არ გვეჩვენებინა ან ჩვენ ან რუსთავიორს ან თქვენ ან სეტან და დახოცავენ აქ ერთმანეთს ისე წარმოქმნა მაქვს ფინალი ყველას უნდა, მაგრამ იქ ჩვეულებრივად იყო გაყოფილი. იმიტომ რომ იმას ამდენი ფული ქონდა გადახდილი და ფინალი არ შედიოდა იმის პაკეტში და ეს ყველაფერი იყო და აქ არის სატელევიზიო უფლებებზე ლევან იმიტოა ეს ყველაფერი თორე და რისკ საიდანაც UEFA შედის უდიდესი ფული. ეხლა NBA-მ გააკეთა ესეთი რაღაცა, სხვა კომპანია ყიდის უკვე NBA-ის უფლებებს და ორი რაღაცა აქვს, იცი? იქ ამერიკაში სამმა კომპანიამ აიღო. პირველი არჩევანი აქვს ერთს, მეორე არჩევანი აქვს მეორეს და მესამე არჩევანი არის რომელიც მერე მოდის იმაზე რა ქვია World Feed რა, ანუ მაშინ რა ქვია საერთაშორისო იმაზე მესამე მოდის. ანუ მათ პრიორიტეტი მიცეს ორ ამერიკულ კომპანიას, რომელიც თავიანთ საუკეთესო თამაშებს მარტო ამერიკელებს აჩვენებს და მესამე არჩევანი წამოვა და ეხლა კი NBA-ია ყველა თამაში კარგია, მაგრამ ხო არის ეხლა რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი რაღაც შემატკივარი ხარ რა სიტყვაზე ლეიკერსის და იმის თამაში გინდა შენ, მაგრამ არა. ჩვენ საქართველოსზე მომავალი წლიდან ერთ-ერთი ნახევარფინალური ის არ იქნება. წყვილი. ხო, აი, ანუ ერთი კონფერენციის ნახევარფინალი იქნება, მეორე არ იქნება. აი ესეთ რაღაცებს. კარგი, გადავიდეთ ახლა იმ ნახევარფინალებზე, რომელიც იყო სხვათა სებზე და NBA-ს მერე პატა მიხედავს გულასვაული, ჩვენ გადავიდეთ ახლა და უბრალოდ მივაყოლოთ თამაშები დიდი შესწავლების გარეშე ევროპა ლიგით დავიწყოთ, სადაც სავარაუდოდ იმით დავიწყეთ, ხო? ეს კონფერენს ლიგა. კონფერენს ლიგის მეტი. მაგრამ ეს მომენტი იყო საოცრება, ხო, ბეტის მარო შეაგდო თუ ვერ შეაგდო რომ ვერ გავიგეთ, რომ არ გასულიყო ეს გოლი იქნებოდა უდიდესი კურიოზი. მოკლედ რა მინდობ თქვა რომ წავყვეთ ჩვენ და ვილაპარაკოთ ჩვენი მოსაზრებები მეორე თამაშის გადავიდეთ. არის გოლვაინი ლევან. ზოგ სტადიონზე არა. კარგია რომ ფიორენტინასთან თამაშია ესა. ტურნირი არა სტადიონზეა. ეხლა ლალიგაში რო არ არის შარშან იყო სკანდალი. მე ევროთასებზე არ არის ვალდებული და მოიცადე უშუალოდ ევროთასი არავალდებული, ევროთასი არის ვარი, კი ბატონო, მაგრამ ეგ სტადიონის ის არის. არა, იმიტომ რომ მე რა გამიკვირდა ესე ანდრო საჯი ამას ანახებს ხოლმე და თulisან არა, სტადიონზე უნდა იყოს. დათო ზუსტად ფიორენტინაზე, ეხლა პრო თამაში მოყვება, ზუსტად ფიორენტინაზე მოგიყვება ეს ამას. ნახეს საათმა ეს დახედა საათმა უშუალოდ გოლი თუ სადღაც ხო ფიორენტინა ბრაგა არ უნდა და არა გაიტანა გოლი და საჯმა აჩვენა რომ გოლიო საათი და არა ვარი ნახეს დაუძახეს საჯ მივიდა და თქვა უი არ ყოფილაო გოლიო და არაფერი არ გაფუჭებოდა გაგზავნა თამაში და მე რაღაც რაკურსით აჩვენეს და გოლი იყო გოლის ტექნოლოგიის გამეორება ძალიან კარგი გუნდია რა არა თუ ამ იმაზე ტექნოლოგია ხო მაგიტოა მოგონი რომ საათზე აჩვენეს არ დაუჯერეს მიიყვანეს საჯი ვარზე აყურებიეს საჯმა უი არ ყოფილაო არ ჩათვალა და მე მეგონი აბსოლუტურად ისეთი ამოუცნობია აქ რა ყველაფერი მარტო ანგარიშიდან გამომდინარე არა
მე შეიძლება ბეტის უფრო მომწონდეს. ცოტა ალბათ მაინც ფიორენტინას ექნება სახში. მესამე ხო რომ კაცი კიდე რა. გავიდეს. ხო, არ მე მეეჭვება ფიორენტინაზე. აი ესეთ გუნდში უნდა იყოს რა ვენაცვალე რა. ბეტისში უნდა მუშაობდეს. ხო, ძალიან კარგია და უხდება. სხვათა შორის გასვლით მატჩებშიც ძალიან კარგია და ბეტისი? ხო და ამიტომ ვფიქრობ რომ ჩელსი აიღებს აქ თავს. არა, ნუ ეხლა ჩელსი რო ფინალში გავიდოდა და თავარი ფავორიტი იქნებოდა ტურნირის, ეს თავიდან ცნობილი იყო. და ის გასაგებია ის იურ გორდენიც რომ კი სადაც გავიდა დიდი დამსახურება, რაპიდი გააგდო ბოლო-ბოლო, მაგრამ ახლა ნუ ჩელსისთან სხვა დონეზე იყო. არა, კაი გუნდია ორივე ძალიან. და გვაუწყდეს რომ იქ შიდა ბრძოლები აქვს ლიგაზე მოხვედრისთვის და ლივერპულს ხვდება ახლა და აქედან გამომდინარე, იმიტომაც ალბათ აუცილებელი იყო რომ მეორე მატჩისთვის კითხვის ნიშნები არ დატოვებინა რომ ახლა შეაკვდეს უნდა იქ ლივერპულს რომელიც აღარ არის ესეთი მოტივირებული მაგრამ მოტივაცია რამდენად ექნება ლივერპულს მაგრამ მოტივაცია სალახს თუ ექნება რაც შეიძლება მეტი ხო მოსაგებია ლივერპული ხა როგორია არა რაც არ შემადგენლობა დააყენოს ლივერპულმა ახლა ლივერპულთან ადვილი თამაში არა და როგორ დაიწყო ეს სეზონი და როგორ საუბრობდნენ და ფავორიტი და გინდა ლიგა და ასე შემდეგ ხა რასაც უყურებდით მართლა რაღაც განსაკუთრებული გუნდი იყო თითქოს მაგრამ ბახ მოხდა ის რაც მოხდა ნუ ეს გამართლება ეს რაღაცა სიახლეები იგივე ვთქვათ იურ გორდენი და იქ ბოდოგლიმს კიდევ აქვს რაღაც შანსები უფრო მაგრამ მაინც მე მგონი ზღვარი ნახევარფინალზე გადის რა და ჩვენი გუნდი გავიდეს ახლა. სულ გამახსოვრდება რომ ბოდოგლიმტი იყო აგერ ნახევარფინალზე იურ გორდენი აგერ იყო. ბოდოგლიმტი კიდე დიდი ხანია რამდენიმე წელი ხო რომას და აწარებდა. რომ გამოგლიჯეს ხელიდან სადაც არა ეს არის მაგალითი იმის რომ არ არის რა. გულიუს ხდებოდა თიმა ბარსელონას შეხვედრა და ერჩუნე ვიდრე ბოდოგლიმტი. ეს არის ეს ავტოგოლი არის ხო? გულიუს ხდებოდა. აი პირველი გოლი ავტოგოლი არის ხო? აბა რა აბა ის ავტოგოლი ზუსტად ეს მომენტია რომ კარში მიდიოდა რახან მიდიოდა მაშინ არ უთვლიან ზაზე რო ხდება რაღაც რაღაცა ზაში ხდება ფეხში მოხდა ხელში მოხდა თავში მოხდა ისე მაგიტომიტა ერთი შეგებას ხო არის აქ ვარ გაკრას ხეულზე აქ ერთხელ მეორედ მოხდა და მერე შევარდა კარში 9 ჯერ მოხდა და შევიდა ბურთი აი დაიჭირა მე და შევიდა ბურთის კარში და მე რაღაცა აი ბუდმივი სუ არის იმიტომ ალბათ რა სადაო თემას ყოველთვის ტოვებენ რა ის უბრალოდ იმ ხელა ისეთი დარტყმა იყო და იმის ავტოგოლი აი ფაქტია რაც არის კონფერენცი თემა და ანაშკარა აქ მეორე თამაში არა აქ რა თქმა უნდა მას ეს თამაშის გარეშე ჩატარების გარეშე ნათელი იყო რა მოხდებოდა ხო ის იმათთვის ეხა სამოყვარულო გუნდი არის ეს შეხედე ხა რა ეს არა ჯერ ძალიან კარგად ის ხო თავს კარში აღდოდა აქაც ძალიან კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში შეხედე ანდრო არია სიტუაცია ეს კაცია ხო ეგ ჩემი ხნის არის მე მგონი შესახედაობის მიხედვით ეს წელი ხო ეს იცი ვინ არის ჰომოლარო იყო დინამოში იცი რა მე როს ის მეგონა წელი ხო აქ მე კარს არ ბრალდება არაფერი კაი მცველი მაგრამ რატო უელში ვარ და შეუთანხმებელი თამაშია დაიჭირეს ბურთი რა აი უყურე ტანი ფარავს ხო აი რას ფარავს არა მეკარის ბრალია ეს არა მეკარის ბრალი უფრო ვიდრე მცველი ეხა მცველი ვიცავს გავიგე მცველმა გააკეთა ყველაფერი მოდი და აიგეთ არა არა მცველი გეუნება რომ მე დავფარე კორპუსი და მოდი აიგეთ არ მივიდა ეს ლევან მე სულ დინამოს მცველზე რომ მაშვები იქცელი მე სულ ის მახსენდება ოკუბონჯუ თუ ოკუბონჯურო იყო ეხლა მე ვეღარ მახსენდება ეგეთი არაფერი მინახავს გორში თამაშია შარშანი იყო მგონი შემოვიდა კაცი შემოვიდა გააგდეს პენალტი აიკი და წამსა შემოსულია ყველაფერში ეწერა ხო გამხელა იყო თან ხო აი ის რო ყველაფერი უწერია ხო შეცვლა ყიფელი გაზევება ის ახლა ტურისტული მოგზაურობიდან აი ხო და უყვები ხა რომ ბარემ იყოს მორჩა ხა მოუღვიმ ჩელსი იმათვის მორჩა ჯურგორდენისთვის და შეთვისაც მორჩას ასტამა მოკეთ ვარ უელში ვარ დინამო ეთამაშება ლამელის ხო და წავედით ახლა წინა დღეს ვარჯიშია რა და მაშინ ბევრი ცვლილებები მოხდა გუნდში ხო იქ პოლიკა მოვიდა
ნემსა კლუბშიც რაღაც ესპანური ხაზი წამოვიდა და ვიღაცები ჩისკო, კოტო, იაგუე, მაგუე ყველა იქ არო და ვიღაცები და რომ ახლა ჩვენც გვიხარია იქ რომ და წავით ვარჯიში არის და იქ რაღაცას თამაშობენ ახლა იმას რა კვადრატს ამყოლობანას ჩვენებურად რა ერთი მოთამაშე იქ არის და გადავარდა ბურთი იქეთ რა ცოტა შორს და გადავარდა ეს ბურთი და ჰომოლა არის ამ დროს ვცედი რა ხო და ამას თურმე გონია რომ ეს ჰომოლა არის მწვრთნელიან რა ვიცი მასაჟისტიან ექიმიან ვიღაცა და უბრალოდ ხარ დაემატებიან კვადრატში ვარყოფს და რომ გადავარდა ბურთი წავიდა ეს ჰომოლა ამ ბურთის მოსატანად რა და ეს ახსმოთ ეს ამხელა კაცი რომ გაუჩეს ათი ვიცით ხო ეს ასაყოვანიო პარტნერა ბიჭი ვერ გაიქცე არტოთი იყო თუ რაღაცა ეს ლაში იქვე კი არ გაურკვევიო ეს ამბავი ხო ამასე დაინახე ხო ეს აქ ახსმოთ ძლივს წავიდა თანკაცო ძლივს გაბობხდა იმის ბურთის ასახება და მეორე დღეს ეხა სასტარტო შემოდგა ზიორტეს გამოდის გუნდები რა გუნდები გამოდიან და თინავატულის გამოდის და ეს ჰომოლა მოუძღება მეკარისმერე მოდის და ეს გადაია ეს კაცი რატო მოვიდა ეს არ ყოფილი ორი გოლი გამოდა მაგან გაატანინა მე ეს ბურთი იდგა საჯარიმოში ვერ დაარტყა ვიღაცამ კარში ის მიმტანი იყო მაგდონალდში ოფიციალურად იყო მაგდონალდში მაგრამ მაგსა გეუნები რა ლატო იმან თქვა ახლა ამანო გუშინ კატლეტი მომიდანია და ხო და ისა მაგას იმას კატლეტი მოუტანა და ამან მიართვა ბურთი იმიტომ რომ ვერ დაარტყა იმან კარში კიდე გააჩერა მაგრამ გაუგორა საჯარიმოში და დაარტყა მეორე დარტყმით გაიტანა მოყარულების წინააღმდეგ გვიჭერს თამაში აუ სადიყო ეს მეთევზე მონადირე არი გუგლებოდა ის არის შეხედა ტოტეხემის ბოტოგლიმტი ხო პირველად არ გამოჩნდა მოკლედ უკვე ვიცოდით რომ ეს გუნდი რაღაცეებზე უკვე წამსვლელი არის და იქ წინა სეზონში გვახსოვს და აგერ ეხა რაპიდის წავიდა და გამოაგდო. რაპიდი იურგოდება გამოაგდო ბოდიში. რაპიდი იურგოდება. არა, თავისთავად ერთ ძალიან კარგი უარესი ლაციო გამოაგდო. ნახე, ძალიან კარგი ტენდენციაა ეს, რომ ეს სკანდინავური გუნდები, რომლებიც ნახევრად სამოყვარულოები არიან, აი ამ თავისი აღზრდილი ფეხბურთელები ორი უმნიშვნელოვანესი ხა კარგი გავიგე რომ ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ ევროპა ლიგის ნახევარფინალში და აი მაგას ვამბობ ფაქტია რომ შეიძლება ჩვენთან ხო არის რომ არა გამორიცხულია ხული არა გვაქვს სხვა პლანეტაზე არის ისინი ხო სხვა ბიუჯეტები არა ხელა ბიუჯეტი ეხლა ამათი ხო ეხლა ამის შემოსავალია ის ტრიბუნა ნახე მთელი ნახევარი ტრიბუნა ყვითელია რამდენი ადამიანი აქვს ჩასული და სახში რა ამბავი იქნება და როგორ იყო თამაშებზე ხო ნახულობდით არა 50000 კაცი ცხოვრობს და ყველა ჩამოვიდა აქედან არა მე მაგიტოვი და სწორი მიდგომით შეიძლება რა ანუ ესენი უბრალოდ ამათ აქვს ერთადერთი ის რა ვიცი ყველაზე დადებითი ალბათ ამ ადამიანებს რაც აქვს სკანდინავიელებს ყველაფერს აკეთებენ სწორად და ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული მუშაობა არის თორე ხა ამაზე ნიჭიერი შეიძლება ჩვენ ჩემპიონში უამრავი თამაშობს კი ბატონო ხო მაგრამ ნახე რა ბურთიში არის სწორად აკეთებენ შეხედე რა ბურთიში არის სწორად აკეთებენ ალბათ ის ხალხი მუშაობს ვინც იცის რა ტექნიკაზე რო დაბარგობთ ეხლა რომელი სამხრეთ ამერიკელი არ მოაწერდა ამას ხელს კი ბატონო არა ნუ და მე ვიძახი სტრუქტურულად ორგანიზაციულად ყველაფერს თორე მარტო ფეხბურთელს კი არ უძახი არა ფეხბურთელს საერთოდ არ უძახი ამ შემთხვევაში ფეხბურთელს მე ვერ ჩამოვიყვან თუ კარგად მოძებნი ჩამოიყვან კი ბატონო არა რა ხელფასე ხა ბოდოგლინში ამ შემთხვევაში ფეხბურთელზე საერთოდ არ არის საუბარი ჩვეულებრივად შეიძლება აიღო და შეადარო რა და შეადარო და ზოგიერთ ქართულ კლუბს შეიძლება მეტი კონდეს პროფესიო ის რომ სამხრეთ ამერიკული ქალაქია ყველაფერი რო აიღო ამ რანგის ტურნირზე ნახევარფინალში გასვლა თითქოს არ ეკუთვნის რა ჩვენ გვახსოვს რუსენბორგი იყო ხოლმე წარმატებული გვახსოვს გეტებორგი რუსენბორგი თითქოს გაჯდა მე ყურში მაგრამ აბა ნახე რა ქალაქია და სად არის და არაფერი არ არის ხო რა ქვია ტრონჰეიმი ხო ტრონჰეიმი არაფერი არც ოსლო არც დედაქალაქია არც დიდი ქალაქია ერთი პატარა ქალაქის გუნდი ხო გეტებორგი კაი პრო მეტი ის იყო და მალმე გეტებორგი კაი ეს არის არა იმაზე ბატე თამაშობდა ლიგაზე კი ბატონო
სან არის ხა ბორისოვი ხო ბორისოვი ორი ტანკის ხელაა სულ რას ვაპარაკობ პატარა სასტუმრო არის ხო კაცო ჯორდინოში ცხოვრობ არის ხო არა ხო აი ხა სასტუმრო იყო ოღონდ ისე ცოტა ხალხზე არ ჩადის არავინ ისე ცოტა ხალხზე იყო გაძვირი გუნდი და სტაფი სხვადასხვა ქალაქში გვაცხოვრეს მე მაშინ დინამოში ვიყავ და ტრანსფერზე ვერ ჩამოყალიბებულა გუნდის შეკვრაზე კონცეფცია არ გააჩნია გუნდებს ეხლა და საერთოდ ფეხბურთელზე ლაპარაკი ზედმეტი არც ვამბობ რა მენეჯმენტი თვითონ შიგნით სტრუქტურა გუნდის თავარი წება ზევიდან აქ ჩვენთან ეხლა სხვაგან გადავეთ მაგრამ პრობლემა არის ზევიდან მე სულ ვიძახი დაბლა მითხარით ამაზე მაგვარი ყოფილა ყველაზე მაგარი შემტევი რა არის ბოლო ორი თამაში აი ეს გამოთქმა არ მიყვარს რა მაგრამ მაინც ამბობენ ხოლმე რომ იმან კი არ მოიგო ამან წააგო მანჩესტერს არაფერს არ გოჩი მანჩესტერის გულშემატკივრს ულოცავ თან მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია ვისაც არ წაუგია ევროპა ლიგაზე ისე იარა უბრალოდ მე ესეთი გამორთული გათიშული და ცოტა არ იყოს ემოციურად დაცლილი ბილბაო ნახე იმიტომ რაც ვალვერდე მოვიდა ამ სეზონშიც გასულ სეზონშიც ეს ბილბაო აი ამ მომენტმა იმოქმედა ხო მაგრამ იცი რა შებოჭილები კი ზუსტად იცი რა აურა მიმოქმედა და იმ წნეხმა ალბათ რომ შედეგი თამაში არის ახდება ხოლმე თავის ქალაქში ესეთი გუნდები ფინალის სათამაშოდ ხვდებიან რა და თან ახსენებდნენ მთელი აი ესპანურ ტელევიზიებს სპეციალურად უყურებდი გუშინ ვაკვირდებოდი და სულ იყო მიდიოდა საუბარი 2011-12 წლის სეზონზე რომ თქვენ ფერგის მანჩესტერის რა უქენით ის და ესენი დაიტვირთნენ ეთყობა არ ვიცი ეხლა ძალიან დიდი წნეხი იყო მანჩესტერმა თქვით რომ ამ სეზონში პრიორიტეტად დაისახა ეს ტურნირი და იქ თავი დაანება თამაში აგებს ვულსთან წააგო ამ მატჩის წინ და ეს ბილბაო როგორ არის იცით იქ ლიგის ზონაშია და თელი სათამაშო ვალვერდენ და ჩემი შუაში კიდევ არის ბასკური დერბი აქვს სოსიედადთან აი ხან თამაშის მე შეიძლება არის ბიელსას მე ჯობია უკვე ვიდრე რაღაცას უნდა მიაქციო არა მე იმას გეუბნები ბასკური დერბი არ არის დიდ პირიქით გადახოვებების ხედან აი ზუსტად მაგიტომ ვიწეღან ვისაც აი დერბების თემაზე თუ ლაპარაკობ მე არაფერი დერბი არ არის უყვარდათ მაგრამ ეს ხედან იმითი რა ქვია გადახოვებები არა აქაც ხო აქაც არის წნეხი იყო რა ჩემი ძალიან იცი რა არის ეს იუვენტუსმა ვერ მოახერხა ევროპა ლიგის ფინალში გასვლა ბენფიკასთან წააგო ნახევარფინალი და გამოვარდა ტორინში როცა ქონდა სათამაშო გადამწყვეტი მატჩი ხო და ჩავშავეთ მე ვიყავი მე ფინალი რამდენია მანდუნახე პირველად ფინალი რამდენია თავის მოედანზე წაგე მაგას გეუბნები სპორტინგმა წააგო შახტართან ეს რა ქვია ფინალი ესე არ არის რა CSKA-სთან წააგოს თან მით უმეტეს ახლა რომელი გამოცდილება ამ გუნდს აქვს ხო ამ ბილბაოს საერთოდ ახალი ფეხბურთელები არიან ეს ხო არ არის ის ბიელსას ბილბაო რომელმაც გაზარდა იმდენი ვარსკვლავი რომ ბაიერნში და მანჩესტერში და გაანაწილა რა ბარსელონას ახლა ნოუკამზე არ წაუგია მაგრამ სევილიაში წააგო იმასთან სტიაუოსთან რა ესპანეთში იყო იქვე არ იყო რომა ლივერპული ხო არა ბევრი შემთხვევები არის და მაგრამ იცი რა იქ ხო ეგ არის გესმის ანუ ეს ფსიქოლოგიური იგივე ბაიერნი ჩელსი პელებით რო წააგო მიუხედავად აი ბიძინა თქვენ არ გიყვართ ხო შენ ნათქვამი გაქვს ერთხელ ნაკრების თამაშზე იყო რა თუ არ ვცები ბულგარეთთან თამაშის წინ ქონდა ჩართვა და იქ საინტერესო რაღაც თქვი ზუსტად აი ბილბაოს გავს იქ თემა რა რომ ჩვენ საქართველოს ნაკრებზე საუბრობდი რომ ჩვენ ეხლა აი უკვე პირველ ნომრად თამაშს ვითხოვთო ხო გულშემატკივარიო პირველ ნომრად თამაში ეს წნეხი ამ ტვირთის ტარება ეს ძალიან დიდი დრო უნდა ამას და ხო არ არის იოლი და ეს ხელი შემშლელი აი დაახლოებით ეხლა თუ მაინც ბასკურ ქართულში გავყვებით ხას თან ბილბაოც ხო არ არის მიჩვეული ხა ამ ხელა წარმატებებს და უყურე თან არ დაგავიწყოთ ახლა ეს გუნდი ჯერაც ინარჩუნებს იმ თავის ტრადიციას და უცხოელს არ ათამაშებს ლეგიონერები ფაქტობრივად არის ხო ნუ იქ დაბადებული მაგრამ რაღაცას ეძებენ რა უცხოელს თუ არაბასკს არა იქ დაბადებულიც მოსულა კი იქ დაბადებული და აკადემიაში თუ არის კი არა მე ეხლა ლიზარაზუზე არა ბასკია ლიზარაზუზე და ფერნანდესზე რო ამბობდი აი ფერნანდესი მოიყვანებს ნელა და როგორ აბა სად არის ტრადიცია და ლიზარაზუა თამაში კაცო ბასკური ქვეყანა რასაც ქვია არის 4 პროვინცია არის საფრანგეთში ანუ უფრო მეტი რაოდენობრივად პროვინციებს გულისხმობ არა შეიძლება იმას ლიზარაზუს მოქალაქეობა ქონდა საფრანგეთს და ემატება კიდე ის ნავარა ხო რომელიც ასევე ამაში ანუ
ეს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა ხალხმა ისინი რომ ითხოვენ დამოუკიდებლობას და რაღაცა თუ იმაში კი არ ითხოვს რომ სამი კაცი ცხოვრობს ბილბაო გამოვიღოს ხო ანუ ბევრნი არიან ისინი იქითაც არიან ამიტომ შესაბამისად ფრანგ ჯერ კარგად უნდა ვნახოთ ხომ და ლიზარაზის ბასკია სხვა შორის ფერნანდესის ბასკია ეს კი სრალი რო იყო აგრო იყო რა თბილისის დინამოს თამაში კი ხო ანუ ვარ არ უნდა მოგატყოს რა ფერნანდეს შეიძლება ვიღაცა ის არ არის რა ქვია არა ეს ძალიან მაგარი რაღაცა ირიგოიეთა თუ რაღაცა იგი მაგრამ ფერნანდესის არის ბასკი რა მოდი ერთი გუნდი არსებობს გამორჩეული დღემდე რა ის ბანერიც ეგ არისო თავიდან გაკეთებული რო იყო სამხრეთ ამერიკაში კიდე რამდენიმე ეგეთი გუნდი ნაციონალი ვისაც ქვია ოღონდ არ გულისხმობ ურუგვაელებს რა აი ეკვადორშია ნაციონალი იმაში პარაგვაიში ისინიც მექსიკაში გვადალახარა და პიაჩენტაი და სუეტმანეთში თამაშობენ მე ესენი მოდი უხდება პროვინციებზე და ეგეთ მხარეებზე გადავედი და ყოველთვის საოცარი დაპირისპირება ესპანეთში კატალონიური ბარსელონა და რეალ მადრიდი რო ხვდება ერთმანეთს სულ სხვა მარტო საფეხბურთო მოედანი არ არის კიდევ რაღაც სხვა საკითხები ხა აღარ ჩაუღმავდებით ამას მაგრამ ფაქტია რომ ფეხბურთის გულშემატკივრისთვის დღესდღეობით ამაზე მთავარი თამაში ალბათ არ არსებობს აი სხვა დერბებიც ვიცით მაგრამ რეალი ბარსა რეალი ეს არის მოვლენა და ფინალში გავიდნენ აგერ კოპა დელ რეის და რომელსაც ტურნირი რომელსაც ბარსელონა უკეთესად თამაშობს ყოველთვის ვიდრე რეალი და სხვადასხვა ბილბაო რახანა ახსენეთ ბილბაოც ბევრად უკეთესად თამაშობს ამ ტურნირს ვიდრე მადრიდის რეალი და გამოიტანა ბილბაოს მაისურით პატარა ბიჭუნამ თასი ხო ეს იყო ელ კლასიკო ყოველთვის მიყვარს რა თქმა უნდა ხა როგორც ესპანური ფეხბურთის გულშემატკივარს მაგრამ ეს იყო ჩემთვის გამორჩეული ელ კლასიკო ბოლო წლებიდან გამომდინარე რასაც ვაკვირდები აი წეღა ხელი გადახვეული ბასკები თქვი და დავინახე რომ ზულდათ ერთმანეთი იქ ეხა რუდიგერმა რაც ქნა ბოლოს და გამოვიდა წყობილებიდან ყურადღებას ჩხუბი ფანებს შორის რაც ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა ეს ყავად უხდება რაღაც მეჩვენება რომ ხელოვნურადაც ზაბავენ რა იქ საჯებზე დაიწყეს რაღაცა წარმოუდგენელი ისედაც რომ თავარი დაპირისპირებაა და რაღაცა აქეთ იქიდან ცეცხლი მაგრამ აქამდე არ ყოფილა დავით აქამდე არ იყო მაგრამ ბოლო პერიოდს ეს იყიდება რა ნო და გინდა არ გვიდა ეს იყიდება მე მოვყვები მეც ეგ მიყვარს მაგრამ ბოლო პერიოდში არ ყოფილა ეხა რამდენჯერ სოკრატესის რამდენსაც გაგვიტანე მე 70-დან მოყოლებული ეგეთი ბრაზილია მაგას თამაშობდა სულ რა სოკრატესის ბრაზილიას ეგ რო თქვა იტალიამ გაუკეთა ზუსტად იგივე რაც იმან თქვა ხო და სადღაც თავდება ლევანი ხო არა მაგით იმიტომ ვასწრე რომ ყოველთვის არც იმას არ გამოსდიოდა თქვა არა აგრა არის იცი ეხლა ამას წინათ ლაპარაკობდით რაღაცა სეტანტას ბიჭებს ველაპარაკებოდით ზუსტად ამაზე რომ განსხვავება რა არის თაობების გულშემატკივრებს შორის აი ხა შენ მითაობა თქვენ ხო ეს კიდე შედარებით შუაშია ანუ მე რო გულშემატკივრებას ვიწყებდი ჩვენ გუნდებს კი რა თქმა უნდა რეალს ხომაგობდით მაგრამ უფრო ხომაგობდით ქვეყნებს ჩვენ მაშინ არ ვიცოდით აი რა არის სხვაობა არ ვიცოდით ჩვენ რომ თვითონ მაგალითად მადრიდის რეალი და ბარსელონა ასე ვერიტანენ ან რომა და ლაციო ეს არის რაღაც აუთსაიდერი და იქ გამომდინარე კიდე რომ მე მაგალითად ჩემ მაგალითად რო ვილაპარაკო ხო ხომაგობდი უფრო სამხრეთულ ფეხბურთს და ვთქვათ იტალიის და ესპანეთის ხომაგი ვიყავი მაშინ რა ვქე ევროპაში სამხრეთ ამერიკაში გასაგებია ის ვიყავი ხო ამიტომ ნებისმიერი გამარჯვება ესპანური გუნდის ჩემთვის იყო რომ აი ესპანეთმა ზურა იმას მე საცხონებულ წიპას თუ ალიკას თუ რომლებიც ინგლისის ხომაგები იყვნენ ან ნიდერლანდების ხომაგები იყვნენ და ვითვლიდით იმას კი არა თქვა გეგელიესთან რომ მქონდა გაუთავებელი თქვა ესა რა ქვია დაპირისპირება იქ იმაზე კი არ იყო ლაპარაკი რომ თურმე რურის დერბია და გამარჯვებას არ ევინებიან ერთმანეთს ისინი რა ქვია დორტმუნდი და შალკე რომელიც იმაში 18 კილომეტრში ერთმანეთსგან გესმის ანუ ამიტომ მე დღემდე გასაგებია რომ კლასიკოში ყოველთვის მადრიდის რეალისკენ ვარ მაგრამ როცა თამაშობენ თქვათ საერთაშორისო
დონეზე ესეთი მომენტია, აი როგორც აქვს ხოლმე ხა რომ წარმოუდგენელი როა თქვა ეხა იმაში როგორ ჩვენთან რივერის გულშემატკივრებს უთხარ ხარ ბოკა გახდება ჩემპიონი და გაუხარდეს ეხა ხო დინამო თბილისის გულშემატკივრები ვართ ეხა უმეტესობა იმიტომ რომ ის იყო ფლაგმანი და ჩვენ პერიოდში იყო ხა ტორპედოც რა თქმა უნდა იმაში გადმოდიოდა და გურია და იმათაც კომაგობით მაგრამ ხა მეწილა და მით უმეტეს ევროარენაზე ეს იყო ხო და ამას კომაგობდი და ეხა გამოყვა ეს და გვინდა არ გვინდა ის უგებს ოფიციანტი თუ მეთევზე მაინც ის გვიყვარს რა ვთქვა მაგით ეხა არასდროს არ მომივა თავში რომ ტორპედო ქუთაისი რომელიც ჩვენთან არის კლასიკო და დაპირისპირება და ხან გულშემატკივრს შორის გულშემატკივრს და ხან გუნდებს და ხან რაღაცა რომ გავიდეს და შეხვდეს რა ვიცი მე პრაღის სპარტას და გამოვიდეს ხო მაგრამ ხო გამოვიწყუნე ჩვენს იმაში არ ზის კი ჩვენ სხვა ტიპის გულშემატკივრები ოღონდ კლასიკური გულშემატკივრობა რაც არის მოგწონს არ მოგწონს არ არის ის არის ეს ვიდრე შენ რომ იმაში მე პირველად დამემართე 97 წელს აი ჩემპიონთა ლიგის ფინალი როცა იყო სწორედ მიუნხენში და მე და უთარ ბაქრაძე ვიყავით და ჩავედით რაღაც ამ დროს შალკეს აქვს მოგებული ერთი კვირის წინ თუ ორი კვირის რამდენი იყო სხვაობა იმასთან რა ქვია ინტერთან UEFA-სთან რა და გვიღეს დორტმუნდელი ფრალი კაცი დადის ახლა შარი რო არ მინდა ახლა რაღაცა და მიულოცე მიხვედი და მიულოცე დიდი ვითომ ძალიან მიყვარს ახლა ცოცხალ წამოვიდა იქიდან და რა კარგია შალკე გილოცე გეოგრაფია კარგად მეზობლები თქვენი და რაღაცა და ეს სატარაპირებდა ჩემთან ლაპარაკს და აი ეს თვალები აი საქსისხლიან და შაიზე რაღაცა მეთქვა აი მე ვიგე რა არ მოყვას ახლა და იმ დროში დავწე საქმე ინტერეს რაღაცა გიმნის სიმღერა თუ რაღაცა ესმის მე წავედი ვიღაცა გერმანელი შეხვდა იქ იმის წითელი ფორმით ბაიერნის და იუვენტუსის რაღაცა ეს მომქონდა რა ქვია და სუვენირი გავიძახოდი რომ თორე ისეთ განსკენ რა თქმა უნდა აქ სად არის ბაიერნის მაღაზია სიახლოვეს იქ მივდივარ თუ რაღაცას ვიძახი და ის მითხარა რას ლაპარაკობ იმის რა ქვია მე იუვენტუსისკენ ვარ იმის რა ქვია დორტმუნდის სად არის ეკითხებოდა რა დორტმუნდი ვარ გადაირევ მძულს ეგენი დასანახავდა ანუ პირველი შეხება იყო ჩემთვის თურმე ესეთ ჩვეულებრივ დონეზეც კი აი იმისი რა ქვია კლუბის ვიღაცა მესვეურებზე და აქციონერებზე კი გელაპარაკებ, ჩვეულებრივი რაღაცა ადამიანი ქალაქში არ ის გაიგონოს მეორე ქალაქში რომ მოკლას. იცი სად დავიჭირე ეს მომენტი? ეხლა ლონდონი ხო რამდენი საფეხბურთო კლუბი არსებობს ლონდონში და უკვე რო შემოვიდა ეს ტელევიზიები და რაღაცის საშუალება გვაქვს იქ აიეტი არის ახალი შემოსული და ლიგის ერთ-ერთი რაღაც ნახევარფინალია რა ლონდონში ჩელსი თამაშობს თუ რაღაცა და ამ დროს არის რაღაცა ჩალტონი მილუო რაღაცა თამაში და იმაზე გადავრთე რა იმის ყურების საშუალება სავსე სტადიონი აი საერთოდ არ ადარდებს იმას იქ რა ხდება და ის არის იმ უბნის გულშემატკივარი თუ რაღაცა და ეს დაპირისპირებები ზუსტად აქედან არის ხო ის თავისია რა და იქ ჩელსი რეალს ხდება თუ იმას ოლიმპიადის დროს 2016-ში ბრაზილია თამაშობს ოღონდ არა რიოში სადღაცა თამაშობს ასე ქვია სოფლიო ჩემპიონატის დროს და კოპა ამერიკას დროს თამაშობენ ხო და რაღაცა რეალი ისმის და მე ვეძებ ადგილს რომ რაღაცა ნახო ეს ფანზონას კოპაკაბანაზე მოვდიო რომ ნახო ფანზონა რომ იქ უყურო ამ ასე ქვია ოლიმპიურ სოფლიდან გამოვიდა და ფეხბურთი მინდა ნახო და რაღაცა ბრავილი ისმის გესმის და წავედი იმ სანახავად ინტერის გულშემატკივრები პორტო-ალეგრეს ინტერის გულშემატკივრები თუ პორტო-ალეგრეს ინტერი მაგ დროს თამაშობს რაღაცას საერთოდ არ ინტერესებდა ესა სავსე იყო იყვენი იქ ხო იგივეა სერია ბრაზილიის იწყებოდა მსოფლიო ჩემპიონატი რომ თავდებოდა მეორე მე-13 დღეს თამაშები და სუმინდოდა რომ მეთქი იქნებ რომელიმე და ჩოვლები იმაზე კი არა მარკანას ტარდებოდა ფინალი იყო და ორ დღეში თამაში იყო თავიანთი და იცი რა რიკეთი ფლუმინენსეს თამაში იყო უბრალოდ რა ფლამენგო რა ყოფილიყო იმას ვიზავდი მე ეს ფლუმინენს თამაში არ მინდოდა რა და ხო ეგრე არიან გესმის მოდი გადავიდეთ ახლა ლაშასთან თორე როგორ მაინტერესებს მომენტი ერთი ის ძალიან მაინტერესებს როგორ ფიჩასი ხარ არ ვიცი მე არა ეხა ეს თუ პენალტია იმაში ბილბაო მანჩესტერი მაშინ ის რა არის ორივეს ვაჩვენებ კი ბატონო ჩართოთ ხვიჩას ეპიზოდი ამას იმდენი ის მოყვა რაღაცა ინტერნეტში ხან ამერიკული ფეხბურთის ხან რაგბის ხან იმის ხო რა ვიცი ხა მე პირდაპირ ვიტყვი რომ
რამდენად ძლიერად მოკაჩა და დაარტყა ეს ხელი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ხელი არის ბოლომდე შემოხვეული ეს ჩემთვის არის პენალტი. წელზე ლემო წინიდან ხელი შემოხვეული არის წელზე გადასული და აი ესა რა. ახლა რანაირად არ არის ხა ეს პენალტი ხო? აი რატომ არ დაინიშნა კითხვა მაქვს დაუშვათ. იმიტომ რომ მე ესე ვიფიქრე რომ მოძრაობაში ამ შეხებამ შეიძლება ნახე სადგას თან ვერ ზერგას გასო. ზედმეტი გაფორმება ჩათვალა თუ მაგის გამინდო ანუ აი დემონსტრაციული წაქცევა. კლატენბურგი თუ გახსოვთ ინგლისური ამით რომელსაც ახლა მაღალ დონეზე მსაჯობდა და ყველაფერი აქვს მე მგონი ნამსაჯი მაგრამ მაგის აზრი წავიკითხე ამ ეპიზოდზე ნახევარს ვეთანხმები მინიმუმ თქვა რომ საერთოდ არაფერი არ იყო მაგრამ მაგას არ ვეთანხმები მაგრამ ვეთანხმები რას იცი რომ აი ამ ცოტა ემოციურმა გამოხატვამ ხვიჩას გამოიწვია ის რომ არბიტრები აი ფსიქოლოგიურად ესეთ რაღაცას რო ხედავენო ნაკლებად ჯერა ამ ფეხბურთელების მაგრამ აქ მეორე საკითხია გასაგებია ნაკლებად ჯერა შეიძლება მაგაზე მუშაობაც ჭირდება ხვიჩას მათამაში ბურთისკენ საერთოდ არ იყურება იმისი არ ჯერა ხელი წელზე რო აქვს შემოხვეული ვიზუალური მხარეს არ დაიძრა შემომხვია წავიქეცი არის როცა ვარი არისო ხო ჩვენ დროს მაგალითად ვარი როცა არისო როცა ფეხბურთელი ესე თავი ესე ეცემოდა და გიყურებს გეზებს სადახარ და აი წავიქეცი არ ჯერავს რა ხო რაც არ დარღვევა იყოს და რაღაცა ვფიქრობ რომ ამის ამჯერა მაგრამ ამ ეპიზოდში ახლა აი რამდენად ახლა ჩვენ თქვათ ესეთი რაღაც როცა ფიზიკური კანონი როცა ადამიანი ხელით გიჭერს ხო ეგრევე წაიქცევ ანუ რაღაცა დოზით შენ უნდა ფეხების წინა რაღაცა დოზით სულ არ წაიქცე საერთოდ საჯი არ მოგაქცევს ყურადღებას ხო ეს ყველაფერი რაღაცა დოზით ხო და აი ორჯერ მოკიდა აი ეს ხო შეიძლება დარღვევა მაგას შემოხვია მართლა ანუ ეპიზოდზე ხელი აქაა ხო არა თან ნახეთ ახლა რატო და აი ხელი სადაა ბურთისკენ არც იყურება ანუ ხო შეიძლება უყურე რა ხდება ბურთისკენ რო გარბოდნენ ორივე და თან რო შეახოს ხელი გაიგე შეხება არა კიდე არა ხო ბურთისკენ რო გარბოდნენ კიდე რაღაცას ვიფიქრე ბურთის სხვა მხარეს ვიფრინავს მიგოროს და ეს ცელის აბსოლუტურად სხვა მხარეს მორბის და ბურთს საერთოდ ვერ ხედავს რა აი მე მაგალითად მიდის კორპუსზე აი ბოლო კადრი გავამეოროთ ანუ წაქცევა მე რას თქვი რომ ფეხბურთელი როცა აფორმებს როცა იჭერენ ყოველთვის ვარდება არაბუნებრივი წაქცევა. არის ხელების ხვიჩას ხელების ქნევა რომ გამოვრიცხოთ. მივაქციოთ ყურადღებას ვარდება უფრო ბუნებრივად, იმიტომ ვარდება უკან, აი დააკვირდით. აი გაამეორეთ კიდე და რას ვამბობ მიხვდებით რა. ანუ ფეხბურთელი რომელიც აფორმებს ვარდება წინ. ხო ხდება. წინ გაჩვენებს რომ აი როცა მაიკაზე კაჩავენ თუ რა იქნება წინ ვარდება. ხო უფრო რაღაც სახიერი რო იყოს ხვიჩას წაქცევა. აი დააკვირდი როგორ ვარდება. ახე არა უკან ანუ ყველანაირად არ ვიცი აი როიცახიან რომ 100%-იანი როიცახიან რომ ამ მომენტს გავლენა არ ქონდა როგორ არ ქონდა როგორ შეიძლება ესე უკან ამობრუნდე რა როცა გარბი ხარ მოდის ბრუნ ტანი და მიჭირავს ფეხით გარბი ვარ და აი ნახე როგორ ვარდება არა ძალიან გააფორმა კიდე არა გასაგებია ეხა მას სხვანაირად სულ ვარ კიდე გეუნები ხელი პენალტი არის რა ხელით რო გიჭერენ ვერ წაიქცევი რაღაცა დოზით არა ხელი გაუშვა რა თქმა უნდა რაღაცა დოზით უნდა მაჩვენო ბოლომდე ხო არ დარჩებოდა ხელი გაუშვა ხელი გაუშვა ესე რომ ზურგზე შეედო გაეტანა ახლა მაგალითად მე კიდევ მეორე აქ არის ხელის მოძრაობაზე რა ხელი რომელიც არა მხოლოდ ედება ხელი ბოლომდე ეს ხელი ესე არ არის აი აქამდე ჩანს თითები თითები ჩანს მენელა ხო ბაშობაში რო ხელში აბარებდი ესეა მეც აზრით აი აზრი იყო აქ და იმაში რო აკვე კავენი თუ რა აზმა გაიჟღერა სწორ ანუ ბლოკირე აი ხელის რო არ შემოეხვია დაუშვა და მხარი დაჯახებოდა აი ლევანმა თქვა ხო ანუ აი შეხედე სველი ბურთზე თამაშობს ანუ ამოცანა გაჩეროს ყველანაირად ანუ ხელის გარეშეც რო იყოს ბლოკი მხარით რო დაჯახებოდა აი კლატენბურგის აზრის განსხვავებით რატო მხარით რო იყო დარღვევა მაინც იქნებოდა იმიტომ ის ბურთზე არ თამაშობს როგორ არ იქნებოდა ბურთი იქით მიდიდა ცველი აქ შენ პირის სახით ხარ
თავდასხმელისკენ ბურთს საერთოდ არ უყურებდა განზრახ ეჯახება. და მართლა ხა ის პენალტი იყო და ეს არანო არ ვიცი. ამაზეა სუდავა რათა რო ადარებ რა. ისე რატო არ ჩამოყალიბდნენ? საერთოდ სტანდარტი ვეღარ ჩამოყალიბდა. რა ხელის არის რაზეა გეტყვით დავა, რომ ეხლა ჩვენ შტაბ-ეშტილება გვაქვს ის, რომ ვიღაცამ არბიტრის გარეშე რაღაც გადაწყვიტა ზემოთ. დაძახების გარეშე. ვარში? ანუ მან რას გულისხმობ, იცი რომ ესეთ ეპიზოდებში რომ არბიტრი აუცილებელი გახდეს რომ არბიტრი მივიდეს და ნახოს. არა, ეხლა როგორც არის, ეხლა როდის ეძახის, იცი? აი თუ კატეგორიულად არ მეთანხმები, მაშინ დამიძახე. ეხლა რომ დაედო ამას პენალტი. ვარი გადაათქმევინება. არა, მაინც დატოვებდა. ანუ ეს არის რა. ანუ მივედით აქამდე რომ ეს მაინც არბიტრი ვარი შეცდომაა, მოდი შენ მაგას იცი. უნდა დაეძახო ყველა ვარი შეცდომა. მაგას ვიძახი, ვარი ჟაყავისი შეცდომა. სულ არ შეცდომას გადაწყვეტილება. მე უფრო საჯმა გადააწყო. მაგას ვიძახი. სურო საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღო. არბიტრი რომ მიდის იქ და ნახავს ყველასთვის უფრო დამაჯერებელია რა. და ეხლა როგორ ვართ იცი რომ მე მგონია რომ არბიტრო ეს ენახა შეიძლება დაინიშნა. არა, რამდენი შემთხვევა ვარი ეუნება ან არის არ არის და მაინც ეს მაინც უფრო წყნარად. მაინც ცოტა არის შენ. ხო რა გაარჩიეს ხრეს და არის ეხა ხო დაგჭე ეგ მომენტი აი რაც თქო რომ ვარს რომ დაეძახა დანიშნავდა. კითხვები დარჩა რა ბევრი და მაშინ არ იქნებოდა ასეთი ის. შიგნიდან ხო გამოდის ეხა ინფორმაციები რომ ეს არის მომენტი რომ დაენიშნა მარცინიაკსაც უთქვია რა რომ ერთი შემთხვევა იყო 2 წლის წინ პარი სენ-ჟერმენი სელტიკი იყო თამაში პენალტი დაადებინის ვარით ამან არ დანიშნა მერე მოყვა მაგა სკანდალი მარცინიაკმა თქვა რომ მე რომ ვარზე დამიძახეს აღმოჩნდი წნეხის ანუ ვარზე რომ გიძახიან ტრიბუნა ხვდება რომ შენი ძალიან ძნელია შენი უნდა დაანიშნო პენალტი იმიტომ გეძახიან რომ ვარი თვლის რომ პენალტია და შენ ამის წინააღმდეგ ვეღარ მიდიხარ და რეალურად მან შეცდომა არ იყო იქ პენალტი ბოლომდე რაღაცა დახვეწილი ვარიც ხო ძალიან მაგარია კი გასაგებია რომ მაგარია მაგრამ ბოლომდე ვერ დაიხვეწა მაინც რა მაგას ვიძახი რომ საკვანძო ეპიზოდში აი საკვანძო ეპიზოდია ხო რა დრო დაიკარგება ეხა აჩვენო ყოველგვარი ზედმეტი იმების ხან იმდენი ხანი უყურებენ რომ აი მართლა ძნელი წარმოსადგინე რას უყურებ ამდენი ხანი ხო გავიგე უბრალო მომენტს ჩვეულებრივი აბა მაინტერესებს ახლა შემდეგი მეორე იყო იგივე თამაში ეხა არსენალის გულშემატკივრებსაც არიან ესეთები არა მარტო ჩვენთან რომ ჰაკიმის გაძევებას ითხოვდნენ ამ ეპიზოდში მეორე ყვითლით თქვათ ესეც მაგრამ აქ როგორ აქაც არის ვარის თემაზე მეორე ყვითელი არა ეს მე მგონი თვითონ ჰაკიმას კარგად იცის აქ რაც გააკეთა ისეთ გაუმეტყველება ქონდა თავი მე რომ მკითხო შეხება საერთოდ არ არა არის არა შეხება საერთოდ არ არის შეხება და ეხა უყურე სადმივდივარ მეორე ყვითელზე არბიტრი ვერ გეხმარება ეგ ისა ვარი ვერ გეხმარება ეგეც აი უყურე ბარიერები ნახე რა საერთო ჯამში კია წითელი მაგრამ მაინც მეორე ყვითელი რადგანაც არის ყვითელზე ვერ გეძახის ხო არის ვერ გეძახის პირდაპირ წითელი რო იყოს დაგიძახის ხო და პირდაპირ წითელი გასაერთო როგორ გადავრჩით ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში წარმოიდგინე აქ რო ჰაკიმისთვის მეორე ყვითელი მიეცა და გაეძევებინა ვერ გადაათქმევინა ვარი ვერ უძახის რა ვერ უძახის და აშკარად შეხება არ არის საერთოდ კი გამოჩნდა და თუმცა წითლად რახან გადაიქცა მაინც არა ის ყვითელია ყვითელია ის გადაიგზა არა შეიძლება ხა მაგ დეტალის ისე რომ თუ ყვითელი გადაიქცა წითლად შემიძლოს დაძახება თან ეხა გეტყვი არბიტრისთვის ეგ დიდ შეცდომად ითვლება იგივე როგორც ალკე ანუ შეფასება არბიტრის აი მეორე ყვითელი არასწორად მიეცი ან გააძევე ან ეკუთვნოდა და არ გააძევე მეორე ყვითელს ხო მაინც ბოლომდე დარწმუნებული თქო რა არ იძლევი რა მომენტში რა იმიტომ რომ აძევებ და აქაც იგივე მომენტი იყო რომ იცი რა შეიძლება დაინახა არ დაინახა მაგრამ არ მისცა ყვითელი დარწმუნებულია შეხება არ არის საერთოდ ეხლა და ის ეპიზოდი ბილბაოში აბა ერთი მაინტერესებს ძალიან მე ჩემი აზრი მაქვს მაგრამ თქვენ ეხლა პროფესიონალი აქ იცი რა არის აქ რაც წერია იმ სამსაჯოიმას სულ რომ ვკითხულობ აქ ისიც დარღვეულია რა რო წითელი რატო არ დარღვეული იმიტოა დარღვეული რომ წითელი ამ შემთხვევაში პენალთან ერთად უხეში თამაშის გამოიწლება და არა ბოლო იმედი ჯარიმა საჯარიმოში გეტყვით მაგასაც განსხვავება დარჩა რომელიც ახლა გულშემატკივარს მაგალითად ეს წესი რო შეიცვალა სულ გონია რომ რადგანაც ნებისმიერ შემთხვევაში პენალტის დროს წითელს წითელი ეგრე არ არის მე სხვა რამეს ვიძახი თქვა თავიდანვე
და მე უხეში უნდა იყოს შეკითხვებით, არა, ხო, მარტო უხეში არა, შეკითხვებით თქვენ თვითონ გაცეთ მე პასუხს. აი დააკვირდით ახლა. ცველი ბურთზე თამაშობს? არა, შეცველი არაფერი. ბურთზე თამაშობს. ცველი რომელიც კაჩავს მხარზე, ხო და აი კაჩავს. თუ არ კაჩავს. არა, მე რა ხო, კაი. კაი, მე ახლა ვერ მიდის, ხო? კაი, გავიგეთ, არ თამაშობს. მაგაზე მე ვიდაო. არ თამაშობს. ბურთზე თამაშობს, არა. შესაბამისად, ეს არის როდის არის ამინისტია პენალტის დროს. როცა ბურთზე თამაშის დროს წაცდა შემთხვევით. კი, პირველად ეს წესი შემოიღეს მეკარეების გამო, იმიტომ რომ მეკარეებმა ბოლო იმედის ჯარიმაზე. ხო, მეკარეებმა თქვენს რა, იცი რომ, აი მაგალითად ჩემთან მოდის თავდასხმელი ბურთით. მე რისკავ, მივდივარ ვარდნაში. ამ ბურთზე, ხო? დამასწრო თავდასხმელმა. წავაგზი არის პენალტი და წითელი. და სიმულაციაზე არის მარტო ყვითელი. ანუ თავდასხმელი მოგებულია ამ შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში. მაინც წაიქცევა. ხო, წაიქცევა, მოატყუემ სადაც ორმაგად იმაშვება. ამიტომ მე თქვენს რომ მარტო მეკარე თუ ბურთზე მეკარე რომ გამოდის წინ თავდასხმელი წინააღმდეგ, უმეტეს შემთხვევაში არის ბურთზე თამაშის ცდელობა. ამას დაამატეს მცველიც, რომელიც ბურთზე თამაშობს. რა იგულისხმება ამაში? ვარდნაში ან მცველი მოსდევს დაუშვათ. და ვაკეთებ ამ პატკას და დავარგვიე წესი კი ბატონო, მაგრამ აღარ გავაგდოთ რა. იმიტომ რომ ბურთზე უნდა თამაშო. და წითელი ბარათი პენალტის დროს დარჩა ამ შემთხვევაში. თუ შევედი საჯარიმოში ზურგზე ჩავამეკიდა, ან მაისურზე უკნიდა, ანუ მცველს ბურთზე თამაშის შანსი არ აქვს და არ ღვევს წესს, ხო? ამიტომ პენალტიც იყოს და წითელი დავტოვო. ან უხერხეობა, არ უხერხეობა თქვი. როგორც კალათბურთში არის აი ეს ჯარიმა. ხო. განზრახ ჯარიმაზე დამატებით რო გასწრებული. აი დარღვევის სიმძიმესაც და გარნაჩოს არ მოხდა ხელზე. სიმძიმეზე, დავით, რას გეტყვი? ეხა მოდი მეორე მხრიდან შევხედო. აშკარა საგოლე იყო? არა, საგოლე იყო და პენალტი დაინიშნა. არა, პენალტი გოლი არ არის. პენალტი რო და ეს წესი საიდან წითლები საიდან შემოვიდა? არა, მესმის ეს რო არის ამ შემთხვევაში. სოფლიო ჩემპიონატზე ცარიელი კარიდან გამოიტანა. სუარესმა იგივე. ხო, სუარესმა დასაჯეს კი ბატონო, კემპეს იმიტომ სუარეს მე რო ეჩქუებოდა. მაგას გონი კანონი წესი შეიცვალა. რაღაცა სუარესო ეჩქუებოდა, შენო ხელით გამოიტანო, თამაში რო იყო სოფლიოზე და სუარესი გამაგდესო მაგის გული. კემპესი არგენტინის ღირსების ორდენზე წარადგინეს მაგის. ხო და ანუ პენალტი აღმოჩნდა რომ არ არის მთლად ესე ხა პენალტი, მარტო პენალტი რა, როცა ცარიელი კარიდან ადამიანი გოლს გამოიტანა და შენ კაიმეკარე ყავს და აგიღო ის პენალტი, რა დარჩა, ხო, არაფერი. ამიტომ თავიდან რომ შემოიღეს ეს წითელი ბარათები პენალტთან ერთად, თქვა დაუსჯელი რო არ დარჩა. ხო, ბევრს არ მოეწონა, ძალიან ბევრი სასჯელიაო, დიდიაო ეს სასჯელიო, მაგრამ შემოიღეს. ეხლა შეარბილეს, მაგრამ ეს მომენტი მაინც დარჩა. იმიტომ ამ ცველს რო ქონოდა ბურთზე თამაშის ცდელობა, ვარდნაში პატკატი გაეკეთებინა ბურთისკენ. ბურთის გადაცულიყო ხო? ან უბრალოდ არ ღვევს დარღვევის გამო. აქ თავიდან იმაზე წაიხანი მიდის, შეიძლება იხება თუ არ ეხება. რა ხელი მოიცი მოიცადე, მაგრამ ის მომენტი დარჩა, ზუსტად ბურთს რო ვერ მიწდა იმ დაკავებით. დრო იწურება. გარნაჩის ხელი არ იყო თუ არის. არა? ეგ ის ხელია თან პირველად არ ხდება, უკვე როდის ხდება, პირველად ხდება სხეულზე და მე ხდება დაკტრობილი ხელზე ის ბურთი. ანუ ეგ ეხა ეგ უკვე ჩვეულებრივად ყველა მაგას ეს ძველი თემაა. მოგწონს, არ მოგწონს, კი ბატონო, თუმცა ხშირ შემთხვევაში. აი მე ხდება, ჯერ ტანზე ხდება. უყურე? ხო, ჯერ ესეა. აი, სულ ამაზეა რა, ყველაფერი მაინც ისე მოარგებ როგორც შემინდა ბოლოს. გაწოლებული. ჯერ ხო ხდება ახლა მესამე ხელი ხო არ არის, ორი ხელია გადამეს მოხდა ხელში ახლა რა. ვერ დგება, სახში მიდიოდა, იმაში მოდიოდა. კარგი. მოკლედ ესეთი აქცია ამას რამდენად იყო ის მოკაჩვა საკმარისი, მე ვფიქრობ რომ იყო საკმარისი, იმიტომ რომ ის მანძილი იცი რა, ერთიანობაში არის ძალიან სუდი საბეჭდილება რა იცი რომ იქ ხელში მოხდა, იქ ხელში მოხდა. ის არ არის. ამან მოკაჩა ეპიზოდმა ფაქტურად დაამთავრა თამაში რა. კიდე მოდი გავაგდოთ, მერე კიდე მოდი გვარი წავართვათ და სახლი დაუწვავთ ახლა. აი ახლა ეს საუბედურება რახან ამისანემ გასა. შედარებითია ყველაფერი ხო აქ ისეთი არჩ რაღაც აი უცებ დინამიკაში თან ძალიან თამაში ახლა ხო
საყველაფერი დაამთავრა, ფინალში გავიდა. ანუ განსაკუთრებული უხეშობაც თითქოს არ არა, უხეშობა მე ესე მომეჩვენა ჩემი აზრი ხა გასაგებია რომ არ იქნება საინტერესო იმ კუთხით რომ არა ხარ ბილბაოს მე აბსოლუტურად ობიექტურად სარტანა ინტერესებს აი რაღაც თან იმდენად მე გეუბნები რომ ზედმეტი გამოდის მე ჯამში გამოდის ზედმეტი აი რას არ ეთანხმებით ბაუშო ხე პირველში ხელით სამაშს ანუ ის ეპიზოდი მაშინ გამარჯვება და არაფერი საერთოდ არ ვილაპარაკებდი. ვილაპარაკებით აქ სხვა თამაშს ყველა დღეს ჩვენ აქ არ გვილაპარაკია ძალიან საინტერესო ლაპარაკები და საუბრები შედგა ჩვენ გვიყვარს ყოველთვის კამათი ფეხბურთი სხვადასხვა აზრიც მისაღებია და ყოველთვის მივესალმებით იმიტომ რომ ფეხბურთზე თუ არ ვიკამათეთ და თუ არ გვექნა სხვადასხვა აზრი მარტო ფეხბურთზე ლევან ხო მარტო ფეხბურთზე ვიკამათოთ დათო სხვაზე აღარ გვინდა არაფერზე დავიღალეთ უკვე ხო და ამიტომ მოდი მადლობა უთხრა ჩვენ სტუმრებს საინტერესო გამოგვივიდა შემდეგ პარასკევს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და გისურვებთ საინტერესო მატჩებს განმეორებით შეხვედრებში და რა თქმა უნდა იმ გუნდის გამარჯვებას რომელსაც უკვე ყველა გქონაგობთ კარგად ვზანდებოდეთ ახლა ახლა